ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მათ მაფიოზებს. მეხუთე სეზონში ვიხილავთ იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირებას. პატიოსნებში, რა თქმა უნდა, რჩება ექიმი და დეტექტივი. მეორე მაფიის გუნდი შედგება იაკუძასა და შოგუნისგან. იაკუძა დაქირავებული მსროლელი მოთამაშეა, რომელსაც დეტექტივი ამოწმებს შავად. შოგუნი არის უფრო მაღალი რანგის როლი. ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში და გადაწყვეტილება მოქმედებაში მოყავს იაკუძას. მაფიაში ამ ორი ეპოქის გაერთიანებას ვიხილავთ. მას შემდეგ, რაც თამაშიდან იაკუძა გავა, შოგუნი რჩება გასროლის გარეშე. იაკუძა იგებს იმ შემთხვევაში, თუ თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მაფიოზებთან ან პატიოსან მოქალაქეებთან, ორი თორში ან ერთ-ერთში. იმის გამო, რომ მაფიის ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისთვის დაგვიპირისპირებინა, მაფიას დაუმატეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც გაცნობის ღამეს ირჩევს დონი და შემდეგ ყოველ ღამე ეძებს იაკუძას. შოგუნი არ მოწმდება არც დეტექტივის მხრიდან და არც მარჯვენა ხელისგან. თამაში უკეთესი ბალანსისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ღამეს არავინ ტოვებს მაგიდას. პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწმებების და სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. მოგესალმები ძვირფასო მეგობრებო, ეს ქართული YouTube-ის მაფიის მეხუთე სეზონის 11 ეპიზოდი არის, სადაც ფინალი სიცილიაზე შედგება, ასე რომ წარმატებაში
ჩვენი გენერალური სპონსორია ბეტსონ სპორტი, რომელიც ასევე სიცილიის მოგზაურობას დაასპონსორებს. მადლობა მათ. მეგობრებო, დღეს შემდეგ ეს მარაო აღარ დამჭირდება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ მაგიდასთან არის Celsius-ის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ქართველი ახალი დამწყები იუთუბერი არის და მინდა წარმატებები უსურვო. ზოგადად ეს არის ჩვენთან მაფიაში ახალი სიტყვა, ძალიან საინტერესოა. იქნება ეს იყოს საწინდარი შემდგომ სეზონებში ან სეზონოფებში ბიზნეს ეპიზოდი, სადაც ყველა კომპანიის წარმომადგენელი იჯდება და რა ვიცი, მოიწერეთ. თქვენ შერიგდით წინა ეპიზოდის შემდეგ? აღარ სვავ? აღარ ეწევი არაფერი. Celsius-ი არის მეგობრებო, არისტონის ოფიციალური წარმომადგენელი და ასევე შიკის კონდიციონერების ოფიციალური წარმომადგენელი და ზაფხული მოდის, უკვე მოვიდა. ასევე მაფია პრომოკოდზე არის 15%-მდე ფასტაკლება და ძალიან დიდი მადლობა ვინც გვასაპორტებს და იყენებს ჩვენ პრომოკოდს, ისედაც ფასტაკლებას იღებთ. მადლობა. მეგობრებო, მაფიის სპონსორი არის ასევე ლუდისა, რომელიც არის ქართული ნატურალური პრემიალური ხარისხის ტალღოვანი ჩიპსი და ძალიან დიდი მადლობა მას ლუდისას ფინალში ეყოლება თავის რჩეული, რომელსაც 2000 ლარს გადასცემს. სიცილიაზე მოგზაურობაში შემოგვიერთდა ერთი ძალიან ჩემი საყვარელი და ძალიან მაგარი კომპანია, რომელიც არის Subway და მადლობა მათ სპონსორობისთვის. Subway-მ გითხრა რომ მაგარი გაიგაფებულიაო და ჩემი საყვარელი არის იტალიური პიკანტური. ასე რომ ჩემი პიკანტურით მივდივარ. სიცილიაზე ინტერნეტი დაგჭირდება ყველას, ასე რომ კიდევ ერთი კომპანია არის, რომელიც მაფიას გვერდით დაუდგა და ეს არის Selfie. უღრმესი მადლობა მათ სიცილიაზე გამოყოლისთვის. მე მინდა გთხოვოთ TikTok ედიტორებს, რომ დაკლიპოთ მომენტები სიცილიის თემა უფრო კარგად გავაშუქოთ და სპეციალურად მაფიის ღამე 16-ზე უკვე იქნება ცალკე გათამაშება და როგორც იცით, ჯამში 6000 ლარის საპრიზოა ამ ედიტებზე. მადლობა ედიტორებო. და დღეს ვიმყოფებით მირიან მეფის 31-ში, მაფიის სივრცეში, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენგანს მობრძანდეთ და ითამაშოთ მაფია. მარტო არ მეგობრებთან ერთად. წარმატებულ თამაშებს გისურვებთ ჩვენთან ერთად თუ თქვენ მეგობრებთან ერთად. მეგობრებო, თქვენ კარგად იცით, რომ 2 ეპიზოდი დაგვრჩა, სადაც ანუ 2 MVP დარჩა გამოსავლენი და წარმატებებს გისურვებთ განსაკუთრებულად. ასევე დღევანდელ თამაში ბევრი უკვე MVP-ბიც არიან, იმიტომ რომ ფინალამდე მინდოდა რომ გამოცდილება უფრო მეტად მიიღოთ. ბასტო. დღეს იმედია არაფერი. დღეს იმედი მაქვს რომ ფოლებით არ გავუვარდებით. წარმატებებს გისურვებთ და გაერთეთ რაც მთავარი არის. მაყურებელს მოგმართავთ რომ დაგამხნევეთ. ლენდერას თხოვ რომ დააღამოს და თუ შეიძლება რომ დავიძინოთ ყველამ. თავი გავასწოროთ, დაბლა დავხაროთ თავები, ხელები მაგიდიდან ავიღოთ. იგვიწეს პირველი მოძრაობების თავი შევიკავოთ მოძრაობებისგან. გავჩერდეთ. იგვიწევს მეორე. იგვიწევს მესამე. იგვიწევს მეოთხე. და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხები. იგვიწევს მეხუთე. იგვიწევს მეექვსე. იგვიწევს მეშვიდე. იგვიწევს მერვე. იგვიწევს მეცხრე.
იღვიძებს მეათე იღვიძებს მე-11 და იღვიძებს მე-12 ნახავს თუ რა როლი დაუტოვა ქალაქმა ყველა ვიცით ჩვენი როლები ამ ქალაქში თავი დაბლა დავხაროთ ყველამ ხელები ავიღოთ მაგიდიდან და იღვიძებს მაფია იცნობს ერთმანეთს მათ აქვს 20 წამი განსაცნობად და სტრატეგიების დასაგეგმად დონი ირჩევს მარჯვენა ხელს ვემშვიდობები იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა ვემშვიდობები იღვიძებს დეტექტივი და იღვიძებს ექიმი ვემშვიდობები ექიმს თენდება წარმატებულ თამაშს გისურვებთ პირველი ნომერი გახსნის წრეს. მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. როგორც უკვე შემატყეთ დიდი ალბათობით ვიზუალზე, მე მზად ვარ რომ შევცურო ხმელთაშუა ზღვებში და სიცილიაში დავიდე რა. ძალიან მინდოდა რომ პატიოსანი ამოსულა და ახლა რა ისევ რა წეგანდელი იმის ლაფსუსის შემდეგ რა. ძალიან მინდოდა რომ პატიოსანი ყოფილიყავი, იმიტომ რომ ბევრად უფრო კარგად გამომდის ხოლმე პატიოსანი თამაში ყველა მიცით ვიდრე ნეგატიურით რა. რაც შეეხება ამ ვიზუალს, რომელიც მაქვს ეს ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის ფულ მაფიის ხშირი სტუმრის იდეა იყო ერთხელ საცურაოდ იყო მზად რა. ცურაობას ვეძახით, როდესაც პატიოსნები ნეგატიურ კარტებს ვერ პოულობენ ისე მარტივად როგორც ჩაწირვა. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე და კიდევ 6 ადამიანი დღეს არ ვიცურავებთ. პას. მადლობა. მე ტაიმერის ნაცვლად კალკულატორში შევედი. ორ ნომერს უსმენთ. მოგესალმებით, მე პატიოსანი გახლავართ, რა შეეხება თქვენს გახსნას. მე ძალიან მომეწონა თქვენი გახსნა რა. მე შენ ცურავი პატიოსანი არაზროს არ მინახი ხარ. თუ დღესაც პატიოსანი ხარ, მე ძალიან გამიხარდება და იმედი მაქვს, რომ აი ამების გამოყენება შენ საერთოდ არ დაგჭირდება და ძალიან ძლიერი პატიოსანი იქნები, ისეთი როგორც სულ ხარ ხოლმე რა. როგორც გახსენი, ეს ალბათ სავარაუდო ჩელენჯის ნაწილი იყო, მაგრამ კარგადაც შეასრულე, რა ფერიც არ უნდა იყო. თუნდაც ჩავი იყო. მე ვაფასებ კარგად გახსნილ მაგიდას. შესაბამისად, მე ვითამაშებ თქვენთან. თუ ფერებში შემდეგ ეპიზოდებში კი არა და წრეებზე ავწდით, დავიშლევით თუ არა და ვიყოთ ესე ბოლომდე ერთად რა. მე თქვენ ჯერჯერობით პატიოსანი მგავნი ხართ, 1-2 ვითამაშებ. მე პატიოსანი გახლავართ. მადლობა. გადავცემ მიკროფონს ნომერ 3-ს. ერთი წამი ჩუმად. მადლობა. სამლეველს ვსვებთ. ამპრედუზო მედუზო. კაი, პირველთან თამაშობ, ორთან თამაშობ, რა უნდა ვილაპარაკო ხა? ან პირველზე, ან ორზე, შვენიერად გახსნა პირველმა, ძალიან კაი ჩელენჯი ქონდა. მე მაქვს ჩემი სათქმელი, მე მაქვს შემოთავაზება. მე MVP ვერ გავხდები ვერასდროს, დარწმუნებული ვარ მაგაში, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ზოგადად რაღაცნაირი თამაში, მიყვარს ჩემებური თამაში და სულ ასე ვითამაშებ და გამხდარ MVP-ებთან მაქვს შემოთავაზება. დიახ, ისმეთ აბა. 10,000 ლარს ვაძლევ MVP-ს თუ დამითმობს წასვლას სიცილიაზე. წასვლას ვუთი ხო? ხო, წასვლას. ხო. მომწერეთ Instagram-ზე, ჩემი Instagram-ი, ჯენგოგრამი. რა, კიდე რომ მაფიის სპონსორი გახდე? არა. კონკრეტულმა პიროვნებამ მინდა მომწეროს, რა.
გასაგები. პას. ბადლო 400-ს უსმენ. მოგესალმებით მეგობრებო, გიორგი ვარ. პატიოსანი მოქალაქე ვარ და როგორც კი ჩემი კარტი ავიღე, მივხვდი რომ მეც სხვა გზა არ მაქვს, ან ვიღაც 100000 უნდა შევთავაზო, ან რაღაც იმიტომ რომ სხვა ვარიანტი არ მაქვს. მაგრამ შენ გულუხი ხარ ძმაო, მე 10000 არ გადავიხდი. ჩაუждებით კვილად როგორც აქამდე YouTube-ში უყურებდი ხოლმე, არ არის პრობლემა. რაც შეეხება პირველ ნომერს. პირველ ნომერი მეც ძალიან მომეწონა, თუმცა მეოთხე ნომერი ვარ და მესამეს და მეორეს რაღაც ძალიან მოეწონათ. მაგრამ უყურე მეორე ნომრისგან, ანანო, მე შენგან ზედმეტად დარწმუნებული მომეჩვენა, რომ ერთიანი წითელი ფერი იცოდი რა. ერთიანი მართლა კარგი იყო, რაც ერთიანში უნდა იყოს, ფიქრობ რომ კარგი იყო რა. შენი ესე ვთქვათ, სპიჩიდან გამომდიან, მაგრამ შენ თითქოს ძალიან დარწმუნებული იყავი, რომ ერთიანი მართლა წითელია. აქედან გამომდინარე, მე ორიანს არ ვითამაშებ. ნუ სამიანს უბრალოდ მექთამე რო არ იყოს, კიდე რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ არ ვიცი რა, მიჩვენია ხა ამ ეტაპზე. ერთიანის თელფერი უფრო ვიცი, არანო, არ მომეწონა, რაღაც ძალიან დარწმუნებით გითხარი ერთიანის ფერი. 1-4 1-4 ჩემი გუნდი. 1-4 გამარჯობათ, მოგესალმებით. პატიოსანი მოქალაქის კარტი ავიღე. პირველ ნომერს გახსნა იყო ძალიან კარგი. არ მაინტერესებს შენი ფერი, პირველ ნომერთან ერთად ვითამაშებ, იმიტომ რომ ეს გახსნა მე ნანახი მაქვს. მაგრამ შენი ჯობდა. ის თან წყალბურთელი იყო და არ უხდებოდა. შენ ეგ რაღაცები გიხდება რა. აი ორს ეგრე რატო შეუტია? რა ორზე რომს არ იყო, მეც იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ ესეც ძალიან შავი არ მგონია, მაგრამ მაინც რა. აი 1-2 არ მგონია, რომ რაღაც აი ორმა იმის ფერი იცოდა და რაღაცა რა. აი აღარ ვთამაშობ 4 ნომერთან, მოკლედ წითელი მეგონა, მაგრამ აღარ ვთამაშობ. იმიტომ რომ ჯერჯერობით დაფრინავს. იმიტომ არ მყავს ორი ეგეთი შავი რა. 10000 პატარა კუში არ არის, მაგრამ 10000 პატარა კუში არ არის, მაგრამ მე ხალხის სიყვარულს მოვფულს ვერ გავყიდი, მაპატიეთ. აგერ ბასტონ შემოქავაზოთ და რაღაც რასი. 30 მართლა მაფიას მოიტავაშებთ რა. ხო, ნუ, მოკლედ ჩემი გუნდი ხება 1-2-5. საშინელებები ხდება მეგობრებო. 600-ს უსმენთ. მოგესალმებით, წარმატებულ თამაშს გისურვებთ. ძალიან მომეწონა პირველი ნომრის გახსნა, პოზიტიური იყო, ვერაფერს ვერ ვიტყვი ზედმეტს. ანანოს და კოპალას აზრები ძირითადად დაემთხვა, იმიტომ რომ ორივე მისაღნიშნეს ელოშაზე, რომ რაფერიც არ უნდა იყო ამ შემთხვევაში ამ რაუნდში შენთან ვთამაშები, იმიტომ რომ მართლა ნუ ესე ვერაფერს ვერ მიხვდებით. მესამე ნომერს რაც შეეხება, ხო ნუ ქრთამის საკითხია აქ და მეც მინდა და 40 გადავიხდი. ხუმრობ. მინდა რომ თუ ვიქნები სიცილიაზე ვიყო დამსახურებულად და ძალიან დიდი სურვილი მაქვს და რაც იქნება, არა უშავს. ძალიან კარგი დრო მაქვს მაფიაში ნატარები და მაგისთვისაც მადლიერი ვარ. მეოთხე ნომერი ზედმეტად აგრესიული მომეჩვენა, იმ ხრივ რომ ზედმეტად შეუტია თითქოს ისეთ მომენტებში, სადაც არაფერი არ ხდებოდა რა. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ მართლა და აი ხა ნელ-ნელა გაკვირტებით ყველას. გონზე არ არაფერს. წარმატებები. მადლობა. 7-ს უსმენთ. მოგესალმებით ყველაზე გაგრილებული მოქალაქე. ქალაქში თუ გინდათ გაგრილება კი იცით სად უნდა მოხვიდეთ პრომოკოდით მაფია. რაც შეეხება შეფასებას პირველი ნომერი მომეწონა, კარგი გახსნა იყო, მეორე ნომერიც უფრო კარგი იყო, მესამე ნომერი ნეიტრალური, მეოთხე ნომერი უფრო არ მომეწონა, ვიდრე მომეწონა, მეხუთე ნომერმა კარგად შეაფასა, მეექვსე ნომერი უფრო ნეიტრალური, უფრო ნაკლები. მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი, ბასტო ძალიან აქტიურობს და მგონია რომ უფრო დადებითი არის, ვიდრე უარყოფითი. პას. მადლობა. 8-ს უსმენთ. შეიძლება მესმის ხოლმე ეს ფრაზები და მე აღმოაჩინა მართალი ხარ. ამ შემთხვევაში მართალი ხარ, პატიოსანი კარტი მომივიდა, ძალიან გამიხარდა. დიდი ხანია პატიოსნით არ მითამაშია და ხა გეტყვით რა, ჩემ დაკვირვებას რა. ოპალა. მაპატიე ძმაო, მაგრამ არ მომეწონა, შენით დავიწყებ, იმიტომ რომ რა ხან, ბარემ შენით დავიწყებ რა. თუ ხარ ხოლმე შავი ოჯრა შენით დავიწყებ ხოლმე რამე რა. კოპალა არ მომეწონა, შენი აი ყურე ანანოსაც უთხარი, ლოგიკა არის მაგაში, მაგრამ ანანომ ესეთი რაღაცა თქვა, რომ ისეთი კარგი გახსნას უფასებ ხოლმე ადამიანსო და მაგიტო დაუძახა წითელი ხარო, ეგრე არ უთქვას. და მაგიტო მე ხარ შენ, ეხლა მივხვდი რომ მგონი შენ არ მომეწონა ხა უფრო მაგ ფრაზის გამო, იმიტომ რომ სხვა რაღაცა თქვა მგონი. და მოკლედ თქვენ ორში რაღაცა არ მოწონს რა. აი შენც არ მომეწონა. რო რამე რა, ანუ შავი კარტი მგონი ხარ რა. შენ შავი კარტი მგონი ხარ რო რამე, იმიტომ რომ არ ვიცი, შენ პირველად თამაშობ. მაგრამ აი პირველად რო არ თამაშობდი, კიდე უფრო მეგონებოდი. ეხლა შეიძლება დავაბრალო რაღაცეები. არა, უყურე ხალხ იმაში, რა, ტელევიზორში. ხო და ასევე კიდე რაღაც რა დასრულდა. 9-ს უსმენ?
მოგესალმებით. ესე იგი, რა თქმა უნდა, ელუშათი უნდა დავიწყო და მოკლედ, აი ესე მოკლედ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ვერ ვასწრებთ ხოლმე ვერასდროს როცა აქაც ხედავთ, პირველი და მეორე მომეწონა მარტო. Всё? ხო, და ისა ბასტო. ლოლა, მიუხედავად ლოლაზე, აი რო დაიწყო ლაპარაკი, ეგრევე ვთქვი რომ შავია თქო, არ ვიცი რატო ესე აღმომხდა და არ ვიცი რატო, შეიძლება ვწდები სრულიად და მე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ აი 1 2 და 8. Bro. პას. პრას არა, პას. 10 პირველზე ნეიტრალურს დავიჭე და ხა მეორეს დავეთანხმები რომ პოზიტიურად გახსნა. რაც შეეხება რაცა ცოტა შემოთავაზებები თქვა და როგორც ასეთი ისე არ დაუხარჯია სიტყვები პირველი მეორესთვის არაფერი არ ვლაპარაკია მე პატიოსანი მოქალაქე ვარ ხშირად ვერ მოისმენთ ამას ჩემგან იმიტომ რომ არ მჩვევია ზოგადად ჩემი კარტის სახელი აგივარ და აგივარ მეთქი მეოთხე შეუტია რატომღაც მეშვიდე რაღაც პონჩი მენერვიულება თუ დააკვირდით თავის სიტყვის გამოსვლის დროს მერვე 4 ადამიანში არ მოიწონა არაფერი წეღან რაღაცა მეხუნმა ალბათ და იმის დამატებაც უნდა და კიდე რაღაცა მკითხა რომ შავი ხარო და გავეღადავე კი მეთქი რა თუ გინდათ გამოიყენეთ თუ გინდათ ნუ გამოიყენებთ მაგას მაგრამ გიჩვენოთ რომ არ გამოიყენოთ იმიტომ რომ პატიოსან მოხალხეს დაკარგავთ რა ასე რომ ავიყვან გუნდში 2-ს, ავიყვან გუნდში 7-ს, იმიტომ რომ დადებით როლში მგონია რაღაცა ნერვიულობიდან გამომდინარე და 8 შავი არ მგონია, იმიტომ რომ 4 ადამიანს ესე არ შეუტევდა. 11? პირველი ნომერი, ჩელენჯის ნაწილი იყო გასაგებია. მეორე ნომერი რაღაც მომენტში ძალიან პოზიტიურა, მაგრამ მაგაში გასაკვირი დიდად არაფერი არ იყო საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ პირველ წრეზე ძირითადად კონცერტია ხოლმე 1-დან 6-მდე. აი მეოთხედან ცოტა დასერიოზულდა და მეოთხეს საუბარი მომეწონა და მე მეოთხეს მეხუთეს საუბარი უფრო მომეწონა რა. მეოთხემ რო ის ისაუბრა ორ ნომერზე ეგეც მომეწონა, მაგრამ მე მეხუთე უფრო მომეწონა. 6 ნომერი არ მომეწონა. 7 ნომერი ნეიტრალურად 9 ნომერი მომეწონა, 9 ნომერის გახსნა, რაღაც ძალიან გასხივოსნებული გაიხსნა და მგონია რომ ემოციურ დონეზე რაღაცა კარგი კარტი ყავს. 8 ნომერი ძალიან ჩართულია თამაშში და ჯერჯერობით შავებისკენ შანსი არაა რომ იყოს. აი ბოლოს რო დავრჩებით, მე თვალებში რო შევხედავ, მე უფრო მივხვდები. რა იქნება და 10 ნომერიც უფრო მეწითლება. ვითამაშებ 8-სთან, 9-სთან და დასრულდა. 12-ს უსმენ? მოგესალმებით წითელი კარტია მაგიდაზე. მე ფერები ვერ დავინახე, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ის სხვა რაღაცაზე იყავით კონცენტრირებული რა. აქეთ 6 კაცში ძალიან ბევრი შავი მგონია და რეალურად არ უნდა იყოს მაგდენი შავი, იმიტომ რომ აქეთ 9 ნომერით შავი მგონია და 8-10. 8-10, 11-12 ვარ წითლები რა. მე ესე დავინახე და აი არ ვიცი რა, აქ არ მომწონს 2-1-ის თამაში, აქეთ არ მომწონს 3 ნომრის ყურადღების სხვა რაღაცაზე გადატანა, 4 ნომერში არ მომწონს 1-4-ის თამაში, 5 ნომერში არ მომწონს 1-2-5-ის თამაში. ანუ ერთმანეთთან რო თამაშობთ, ეგ არ მომწონს რა. განა იმიტომ რომ შავი მგონია, წითელი მგონია, იმიტომ რომ ანუ ფერი არ ვიცით რა, ძალიან კარგი პერფორმანსი იყო, გიფასებ, მაგრამ მე თქვენი ფერი ვერ დავინახე. მე უნდა შეაფასოთ 22 წუთი რაც ულაპარაკე და მე გამოვიტან დასკვნებს რა. ამიტომ ერთად რო თამაშობთ, ეგ მაბნევს რა. აქეთ 8 ნომერი მგონია ძალიან წითელი, 9 ნომერი რაღაც დამაკლდი რა ძალიან. 10 ნომერი წითელი მგონია, 11 ნომერი წითელი მგონია შეფასები და აი დანარჩენი იქით რა ხდება, მართლა არ ვიცი. პას. მადლობა. ხამე. ყველას წინავს იღვიძებს მაფია. Shitopები მაფიას იღვიძებს თორნი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას
გექნება იაკუძა თავები დაბლა დავხაროთ ვებშიდობები იღვიძებს დეტექტივი და ექიმი არ იღვიძებს პირველ ღამეს ხენდება წრეს გახსნის ნომერი 2 ყველაზე მეტად ვინც არ მომეწონა ამ მაგიდაზე არის 12 ნომერი. იმიტომ რომ შენ არ დააფიქსირე მკაცრად შენი აზრები და ცხიანი მე ეგეთი შავი არ მგონია როგორც შენ ძალიან ჩააჭირე. შეიძლება იყოს, არ მე ჩავთვალე რომ ცხიანი არ იყო შავი. ვაყენებ 12 ნომრის კანდიდატურას, თუ პატიოსანი ხარ კი ბატონო, რა პრობლემაა, მე შეიძლება შევიცვალო აზრი. სამ ნომერს საერთოდ არაფერი არ უსაუბრია და სამწუხაროდ მე ვერაფერს ვერ გავიგებ თქვენი ნასაუბრებიდან და არა მე უკვე დაყენებული მყავს კანდიდატურა რა. დიდი შეტევა წავიდა ლოლაზე, 6-ზე და 7-ზე. 7-ის ხა სიმართლე გითხრათ თქვენი ვერაფერი გავიგე. 8-იანი, 9-იანი მე მომეწონა. 11-მა რაც ლაპარაკა, მაგას მეც ვფიქრობდი რა. ანუ თუნა ჩავიკარტიდან ილაპარაკო ეგ და გინდას პატიოსნიდან, მე გეთანხმებოდი რაც ლაპარაკე იმაში. კოპალოზეც არაფერი არ ყოფილა ისეთ. მოკლედ, ყველაზე ნაკლებად 12 მომეწონა, 3-ის ვერაფერი ვერ გავიგე და 10-იანმა მაგრად დამაბნია პატო. შენ რაც ილაპარაკე, ეს გავი. 3-იანს უსმენთ? წითელი მგონი ხარ, მაგრამ დაგასახელებ ხარ. შენ რომ მეტი ილაპარაკო და მეტი წითელი ფერი მომცე, უეჭველი უნდა მომცე მეტი წითელი ფერი. 9-იანი მომწონს, 7-იანი დაბნეული მგონია, 7-იანთან ანუ არ მომწონს, ნეიტრალს დევიჭერი ისევ. ანუ так. პირველ ნომერთან ვაგზელებ თამაშს. ორ ნომერს არ მეწონა, იმიტომ რომ ანუ ჩემი შემოთავაზება მქონდა, იმიტომ რომ მაგრა მინდა სიცილიაზე წასვლა. დალში რაღაც კიდე არ მომეწონა. 4 ნომერი. მეტი ჭირდები რა. ორნი რა გახდეთ რა. 8-იანს ფოლი. ნახე დაგასახელებ შენ. მე არ ვიცი ვის მიმართე და დავროდის მიმართე რა. ასე რომ კანდიდატურა არ არის მიღებული. 4-იანს უსმენთ? ანანო, მე 3 ნომერი გუნჩი იმიტომ არ ავიყვანე შენთან ერთად, რომ არ მინდოდა ისე გამოსულიყო, რომ შენ გემტერები. და ქალაქში ძალიან ბევრი არ მომეწონა, იმაზე მეტად ვიდრე შენი 2 ნომერის ბიჭი იყო. შენ საერთოდ ჩემზე არ გისაუბრებ. თელმა ქალაქმა აგვიგორა, აქედან ძალიან ბევრმა შავმა აგვიგორა მე და შენ, რაური როგორ არ მომეწონა და ასე შემდეგ. შენ ჩემზე ერთი სიტყვაც არ გიგო, სპეციალურად არ ვიჟესტიკულირე, 4-ზე რას ფიქრობ თქო. მაგრამ ანუ შემომხედე და თქვი კოპალაზე რაღაც. ესეც არ მომწონს რა. ანუ არ მომწონს 12 ნომერზე რო მიიტანე შეტევა მან და მაინც. შეიძლება ანუ შენში ვხედავ შედარებით უფრო შავკარც რა 12 ნომერზე რაღაცის შემზადებას ვხედავ შეიძლება ვწდები მე ურულო პატიოსანი მოქალაქე ვარ და შეიძლება ეხა ისათვალეები ელოშას მე უნდა მეკეთოს მაგრამ ვალდებული ვარ თქვა 4 ნომერზე ვზივარ და ეს ჩემი თამაშის სტილი არის ვალდებული ვარ თქვა ანუ 9-ში 12-ში 2-ში რაღაც საშინელებები ხდება რა პატო გამოფხიზლდი მეტად პატიოსანი მჭირდები 9 ნომერის კანდიდატურას მიღებულია 5-იანს უსმენთ ბიჭო შენ როგორც დაიწყე საუბარი მომეწონა იდეაში რა მე არ მომეწონა 2 მხრიდან 12-ის კანდიდატურად დასახელება რა 12-მდე ძალიან ბევრმა ისეთმა ისაუბრა რომ იმას დავაყენებდი ხა კანდიდატურად რა ყველაზე მეტად თქო რომ შენ არ მომეწონა ძალიან რა იცი რატო შენ თქვი რომ 6-მდე რაღაც ცირკებიაო 4 მომეწონა 5 ყველაზე მეტად მომეწონა და მე გუნჩი არ ამიყვანე რა ანუ 4-ის მერე 5 უფრო ხო ანუ ვიღაცის საუბარი რომ მოგწონს გუნჩი აკავს რა და მე თითქოს პროსტა მითხარი რომ მოგეწონა ეს 5 ნომერი და მე არ ითამაში ჩემთან რა ბასტოს არ ვიცი ჯერ ვერ ვიპოვე ბასტოსთან ვერაფერი 4 მგონია რომ არის წითელი მაგრამ ეხა ძალიან ბევრი დრო დახარჯე მარტო 2 ნომერზე წითელი მგონი ხარ იმიტომ რომ მეც ექსტაბილიტება დამრჩა რა ანუ 12 ეგეთი შავი არ მყავს მე ეხა როგორც შენ თქვი რა ვაყენებ 11 ნომერის კანდიდატურა მიიღეთ მინდა რომ მაგაზე მე არ ვამბობ რომ შენ შავი ხარ უბრალოდ ეგ არ მომეწონა შენში რა თუ გინდა ჩათვალე გამოკიდებათ მაგრამ ხო ხვდები ხარ როგით რომ მომწონ ხარ თქო გუნჩი რო არ აგიყვანო ეჭვი გაგიცდება ჩემს შეხედულებით 3-მა 10 წითელია და 10-ის კანდიდატურას აყენებს. დასო 6-იანს უსმენთ? მომეწონა მეორე ნომერმა რომ ეგ აღნიშნა.
4 ადამიანმა ისაუბრა და მარტო ანანო აღნიშნა ის, რომ ჩვენ ძალიან ვშავდებით და რატო ვშავდებით ვერ გავიგე. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ატრილი ვარ რა. ერთი რაღაც დაუღამე ანანოში და მე მაგ აზრს ჩავეჭიდები ჯერ და თუ ეგრე გამიმართლდა, ძალიან გამიხარდება თუ ეგეთი წითელი კარტი აღმოჩნდები, როგორც მე მგონი ხარ რა. ლენკა ძალიან ის იყო რა, მაგაში გეთახმები ანანო, რომ ცოტა ძალიან იერიშით წამოვიდა, რომ პირდაპირ გააშავა ყველა და ეგრევე ჩახსნა ბასტო სიშავიდან. ერთი კიდე ქოროსგან ეგვერტს მე ვერ გავიგე, რომ შენ უფრო მოეწონე, მაგრამ მარტო ნუცა და ბასტო აიყვანა გუნდში რა. და თქვენზე არაფერი აღარ თქვა. 4-იანი უფრო წითლისკენ წავიდა. მორჩი. შვიდიანს უსმენ? ვასახელებ 4 ნომერს. არ მომეწონა, იმიტომ რომ მარტო ორიანზე ლაპარაკობდი რა, ანუ ორიანზე ლაპარაკებოდი, თან გონია რომ შავია და მაინც ორიანზე ლაპარაკებ. თუ შავი გონია, სხვებს რატო არ ეძებ რა? ოკეი. თამაშობ 2 ნომერთან, მეც არ მომეწონა 12 ნომერი და ასევე 10 ნომერი არ მომეწონა და 10-სა და 3 შორის მგონია ერთი შავი იქნება რა, იმიტომ რომ ანუ რაღაც არ მოწონს ამათი თამაში რა, ვიღაც შეიძლება შავი იყოს. ვითამაშებ ასევე 9 ნომერთან, 8 ნომერთანაც, 5-ში ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. პირველის არ მომისმენია და 3 ნომერმა რატო თქვა რომ პირველთან გავაგზელებ თამაშსო, ვერ ხვდები, ანუ არ უთქვამს არაფერი და რატო თქვი რომ ამასთან ვითამაშებო ვერ მიყვა. რო არ უთქვია იმითო. ფოლი რატო აიღე არის, მაგრამ ოკეი. პას. დასახელებულია 4. რუიანს უსმენ? აი რაღაცას ავხსნი ხა რა, ანუ არანაირი დამოკიდებულება არ დაინახო თამაშებალ რაღაცას მოვყვები. როდესაც ადამიანში რაღაცას ვიპოვე, მაგალითად როგორც 4-2-ში იპოვა რაღაცა რა, რომ დაინახა. რა თქმა უნდა მაგაზე ვილაპარაკებ, მინდა რომ მაქსიმალურად აგიხსნათ აი როგორ დაგინახე შენ, რომ რა დავინახე შენში მაგას აქვს და ვინუჟდენში ყველაზე უნდა ვილაპარაკო, რომ მე ვიღაცა მაგამშავს, ეგრე ვინც შეუტიეთ ახლა 4-იანს არც ერთი არ მევასებით რო იცოდეთ. აი, იმიტომ რომ ჩემ მე რო ვიჯდე, მე რო ვიღაცა შტაი შენო დაგინახო. ხო, აი ბოლომდე სანამ არ დავარწმუნებ ყველას ვილაპარაკებ რა. ამიტომ ვინც 4-იანს შეუტიეთ, არის ჩემს ეგ არის ლაპარაკე სხვაზე. სასაუბრო ქონდა. ანუ საუბრობდა. შენ არ თქვი? 4-იანი კარგია? შენ თქვი. შენ ყველა მე. ხო, დეტექტივად ხო არ იხსნები? თუ მე არ. მაშინ მოაწეთხლები. მე ვარ დეტექტივი, შენ ხავს გადამოწეული პატიოსანი. ფოლი თუ მინდა გიტყვარე, მაგრამ ზუსტად ეგ ვიგულისხმე წეღან უფრო თუ ვინახართო, ვინაო? დეტექტივი ვარ, 4 გადამოწმებული პატიოსანი. ორიანს ფოლი. და მე გაწითლებდა. დასუდოფენი დრო. 9-იანს უსმენთ? უი დედა. აჰა, ესე იგი ხო სანამ მე დავიწყე. მე არ ვიცი რატო გავშავდი, საერთოდ ვერ ხვდები. ძალიან დაუმსახურებლად ანანო დეტექტივი ხარ, 4 ნომერი წითელი. ელოშა? გავიგე. ილევანის წითელით ხო? აი, მოიცა. რუიანს მეორე ფოლი აქვს? ერთი წამით. ესე იგი. ეხლა მე ჩემს საუბრის დროს მოხდა აქ რაღაცები და ამიტომ ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ძალიან არავიჭრა და მე ვიღაცებმა რაღაც არ გამომეკიდონ სიტყვებზე. დავფიქრდები, ვერ ხვდები ჯერ რა ხდება. მოკლედ 7 ნომერი უკვე მომწონს, არ ვიცი რატომ. ნუ ხო, ბასტოა და ქორო მე ძალიან მეწითლება. ან ბასტო, ანუ კარგია. წითელი, 11 მეწითლება. არ ვიცი, ლენკამ რატო გამაშავა? მას აღარ ვიღე. 3 წელი ფოლი. ეგრე თამაში. 5 წამი წამართვი. მესამე ფოლი რუიანს. ხო, მოკლედ 10-ზე არ მაქვს ეს და ან ვასახელებ 4 ნომრის კანდიდატურას. მადლობა, დასრულდა. 10-იანს უსმენთ? მე ძმაო მომისვინეთ აგერ ახლა ერთი წუთი. MVP ვარ და კიდია და ისე თამაში ნახდათ არ მინდა და ავდგები და პირდაპირ გავალ მაგიდიდან რა. მინდა რომ წესიერად ვითამაშოთ და მე ვიგოთ რა პატიოსნება რა. ანუ მუქარა არ ვიცი მე კაცოაგია. მე ვიძახი ჩემსაც რა. 4 ნომერს დაანებეთ თავი კაროჩე რა. იმიტომ რომ პატიოსანი მგონია. ანანო მომისვინე შენ აგიყვანე გუნდში 7-იანი დადებით როლად მოიხსენიე და გუნდში ავიყვან და 8-ზე ვთქვი რომ 4 ადამიანს შავი რო იყოს არ შეუტევდა მეთქი. ეს ერთი რა. მაგიტო ფაქტიურობ ეხა და გეუბნები ამას დაალაგებულად. თქვენ თამაშობთ აქ ყოველ დღე თითქმის რა უმეტესობა და მე ჩავმოვიდივარ თვეში 2-ჯერ. თქვენნაირ ლოგიკას მე ვერ ვდებ აქ რა. მე ჯერ მიყვარს დაკვირვება, ნულოვან და პირველ წრეზე მე ვერ ვთამაშობ ისე რომ თქვენ დავასახელო ვიღაცა და შეუტიო რომ ეს შავი მგონია, ეს ესე მგონია, ამას ის უთხრა, ამას ის უთხრა. მაპატიეთ რა. პირდაპირ გეუბნებით რომ პატიოსანი ვარ, ნუ დამკარგავთ იმის გამო რომ ვიღაცა პირველ ნომერს დავასახელე.
მიღებულია. ვილაპარაკე რა, მაგიტო. დასრულდა. 11-ს უსმენთ? 10 ნომერი ისე ემოციურად გაღიზიანდა, რომ არ ვიცი, ამაზე შეტევა ჯერჯერობით არ უნდა წავიდეს. შენ რაც მითხარი, კოპალ, არ მახსოვდა, შენ რა გუნდი აიყვანე საბოლოო ჯამში და მაგიტო დავფიქრდი და მაგიტო ავიყვანე 8 და 9. 1, 2, 5 აიყვანე? ხო, მე მინდა 6 ნომრის დასახელება, რატომ თხოვ შენ დამასახელეო, არ ვიცი, მაგრამ 6 ნომრის დასახელება რატომ მინდა ვიტყვი, 6 ნომერს ვასახელებ. იმიტომ რომ ვინც რაღაც არგუმენტი თქვა, ყველას გამოიხმაურა და ყველას რაღაცა გაყვა არგუმენტებში, მე კოპალასთანაც მივიდა, კოპალამ ჩემზე რო ილაპარაკა, ეგ არგუმენტი მე ჩემს წინააღმდეგ თითქოს გამოიყენა და მოკლედ ყველას ყველაფერში გაყვა რა თითქოს და აი ყველაზე ყველაფერი ილაპარაკა და ეგ არ მომეწონა ყველაზე მეტად. იმედი მაქვს MVP-ის თვის ბრძოლაში წითლად შემოყავარ და რამდენი დეტექტივი ხარ, მადლობა ძმაო. ფოლით 11-ს. 12-ს უსმენთ? მე ვაყენებ 2-ს, ვაყენებ 6-ს, ვაყენებ 1-ს. საერთოდ არ მეგონა, ვაყენებ 5-ს. საერთოდ არ მეგონა, რომ 2 მე არ ველოდი რომ აქედან გაიხსნებოდა დეტექტივები რა, უფრო აქედან ველოდებოდა 6 ნომერი ძალიან შავი მგონია, 1-2-ში 2 უფრო დეტექტივი მგონია რა, მაგრამ აი მე წითელი ვარ. მაგრამ აი 4 აი გადამოწმებები არ მომწონს რა, იმიტომ რომ სხვა ადამიანის ფერები უფრო მაინტერესებდა, ერთმანეთს წითლად ჩავთვალე 0-ვან წელზე და 4 ნომერს წითლად ჩავთვალე პირველ წელზე. აი ამითი მე ვერ მიხვდები რომელია დეტექტივი რა. ვინ უნდა გავიდეს, არ ვიცი, თქვენ მოილაპარაკეთ კიდევ ის არ მომწონს, რომ თელი თამაშია 1 და 2-ს ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია, რაღაცას ანიშნავ კი ჟესტიკულაციებს აკეთებთ ერთმანეთში, რაღაცას ანიშნავენ და აი აქ თუ მესამე დეტექტივი არის, თქვენ დაგიჯერებთ, ვინც გაიხსნებთ. აი არ ვიცი, შეცურული მაქვს, ოღონდ აი მართლა, ამ თამაში მართლა შევცურებ, ბას. პირველი ნომერი სანამ დახურავს დღეს, დასახელებულები არიან 12, 9, 11, 4, 1, 6, 2. პირველი ნომრის 1 წუთი. ვასახელებ 10 და ვაიმე 7-ით დასახელება მინდოდა. ანუ 10 ნომერი თქვენ, ანუ 11 რატო გადამოწდა, ჯერ მაგას გეტყვით. 11 ნომერმა ისაუბრა, შეაფასა მაგიდა საკმაოდ ლოგიკურად შეაფასა, უბრალოდ გუნდი რო აყავდა საბოლოო ჯამში მე ამიყვანა გუნდში და აქ ორიანი რომელსაც ათეთლებდა, ორიანი ჩატეხა. და მე გუნდი რო არასწორად აიყვანა, მაგის გამო ჩავთვალე რომ შეიძლება შავი იყოს. თუ აქ 3 ჩავი მგონია, იმიტომ რომ წინა ლაპარაკი არ გაუაზრებია ჯერ და კიდე თამაშობო ერთიანთანო მაგას იძახის. და მე ვფიქრობ რომ ახლა 10-იანი უნდა გავიდეს ან 7-იანი და რატო გეტყვით ახლა რა 10-იანი იძახის რომ მე 2-7 ავიყვანეო გუნდშიო და 7-იანიო ჩავთვალეო დადებით როლადო და თქვენ თუ დადებით როლად ჩათვალეთ 7-იანი აგერ 2 დეტექტივი აგერ გიზივარ და ის ექიმი გამოდის ის ექიმი თუ არ არის მაშინ თქვენ გამოდიხართ ჩავიგარდ რანაირი დადებითი როლი გამოდის ანუ დადებითი როლი თქვით და მაგას რო ხაზი გაესვა ეგ არის რა ექიმი ანუ ექიმი თუ არ არის 7-იანი მაშინ შეიძლება შავი კარტი იყოსო ანუ ეგეთ რაღაცას გულის ხოს ვიღებ ჩავთვალე ადამიანო არ იმეთი ხო არ მითქვია რა ხო მაგრამ რო ჩათვალე ანუ მეც ვიდეო და ამის გამო მაგიდა უყურე ნახე მე ვარ დეტექტივი და ვიღაცებმა რაღაცები რო ჩათვალეს არასწორად მაგის გამო მაგ წითელი გადამოწმება და არა შავი აი ეგ არის პრობლემა უბრალოდ მაგას გეუბნები დასახელებული კანდიდატურები არიან 12 9 11 4 1 6 2 10 ყველას მოგესალმებით 30-33 წამი თავის გასამართლებლად 12-33 მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა დაბნეული არის იმიტომ რომ ფერებში ვერ ჩამოყალიბდებით სანამ მაგიდის განხილვას არ დაიწყებთ რა ყველა განიხილავს აი ერთ ადამიანს ჩაიჭირება ყველა ნომერი განსაკუთრებით აქტიური როლები ვინც ხარ და იმაზე ლაპარაკობთ რა მაგიდით ჩვენ თქვენს ფერებს ვერ დავინახავთ ილაპარაკეთ მაგიდაზე დათვალეთ მაგიდა და ასე შემდეგ რა ანუ ერთ აი შენ 10 ნომერს ჩააჭირე შენ წეგან მე ჩამაჭირე მაგით მე თქვენს ფერებს ვერ გავიგებ რა ორი ნომერი უფრო დეტექტივი მგონია იმიტომ რომ წეგან ჟესტიკულაციით მანიშნა რომ მე რო დეტექტივი მე 12 დავასახელეო რა და დეტექტივი რო არ იყოს ანუ მაშინ ჩემზე იტყოდა რომ შავად გადამოწვა და მე მაგას მასახელე 9-ს უსმენთ არ ვიცი ესეთ არგუმენტებს მომოუხსენთ თუ შეიძლება რა დეტექტივებზე ჩამოყალიბებაში ხო იდეაში ანუ მან თუ არ მეც თავის გამართლებას არ ვაპირებ უბრალოდ საერთოდ უფრო ანანო მგონია არ ვიცი რატომ ესე ყოველთვის ვწდები ხოლმე პირველ დეტექტივში და მე მეორეა ხოლმე მაგრამ ამჯერად შეიძლება ანანო უფრო იყოს არ ვიცი მე ვარ ძალიან ხო არ ვიცი ანუ ჩემი საუბრის დროს გაიხსენ და ჩემი საუბრის დრო 11-ს უსმენთ ერთიანმა ბევრი ლაპარაკა და ახსნა რაღაცები, მაგრამ ბოლომდე ვერ გავყე, ანუ პროსტა ლოგიკა ვეღარ დავიჭირე საბოლოო ჯამში და
მე რატო გადამამოწმა, ეგ კი ახსნა, მაგრამ მაინც საბოლოოდ მე მაგალითად მე რო ყოფილიყავი დეტექტივი, უფრო 12-ს გადავამოწმებდი საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ რაღაცა 6-მდე რაღაცა მოკლედ ბევრი ილაპარაკე და კარგად დახურე მაგიდა რა. და სრულდა თქვენი დრო? 4-იანს უსმენთ? ეხლა მე მოგცემ რაღაც ინფორმაციას რა. 7 ნომერი არ არის ამის შავი. თუ შენ დეტექტივი ხარ, იმიტომ რომ გასვლას ითხოვს 10-იანს აშკარად ემოციურად ძალიან შეუტია გასვლას ითხოვს. ანუ გეუნები რომელში ფიქრობ რომ თუ დეტექტივი ხარ, რა უნდა გადავამოწმო და 9-იანი. თქვენ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვით, იმიტომ რომ 4-იანი დამასახელეთ და ამბობთ რომ 2-იანია დეტექტივი. ფოლს ვიღებ რომ გესაუბრა, ეგეც დავამატე. მესმის საუბრა. აქ არის რა ორი. 9-იანი სწორად დავასახელე ფიქრობ რა. თუ ვინმე ხელის აწევა არის, ჩემი პატიოსული თამაში 9-იანი არის, იმიტომ რომ ნუ არეული ბრძანდებით. 12 1-იანს უსმენთ? მე არ ვიცი ახლა ვისი ჩავდო ხელი, მე ალბათ 2-იანში ჩავდებ ხელს, იმიტომ რომ ერთადერთი შავია ვინც ვიცი. ხო? არა, ეგრეა საუბარი. მე 2-იანში ჩავდებ ხელს, ქალაქი ვის გასვლას გადაწყვეტ, ეგ თქვენზე არ დამოკიდებული. ჩემი მე 7 შეიძლება 7 ჩავი მგონია. შეიძლება 6 ჩავი იყოს, 3 ჩავი მგონია. ძალიან ბევრი ჩავი მგონია. და შენ დეტექტივად თუ 2-იანს აღიქვამ. სხვა შავებიც არიან, თუ მე შავად მთვლი მაინც. რო იწოდ. მე არ დამელაპარაკე როგორც დეტექტივს და ეგ არასწორია. 6-იანს უსმენთ? იმიტომ რომ ფოლს ვიღებ, იმიტომ რომ გჯობია ყველანაირად, გახსნითაც, გადამოწმებითაც და ყველაფრით. კი. 6-იანს დრო მიდის? მე რო ანანოს ვეუბნებოდი წეღან მეწითლები მეთქი და ის უფრო წითელი თუ მგონი ხარ მეთქი ზუსტად ეგ გულისხმე დეტექტივობა რაღაც კონკრეტულ სიტყვაში დავიჯერე რომ იყავი და არ მინდოდა რომ ეგ აზრი გამეშვა და მაგიტო გამოყევი და რადგან გაიხსენი მე რატოღაც თქვენ შორის მაინც ანანოს მიუყვები ნუც არ მომწონს შენ გამიწითლდი რადგან ანანოს გადამოწმებული ხარ და ხო ბებოშა 2-იანს უსმენთ? ეხა გეტყვით, რატო ვარ მე დეტექტივი რა. ჩემს არც ერთ მომენტში, ჩემი საუბრის არც ერთ მომენტში მე არავისზე უეჭველი შავი არ დამიძახია. ერთ ნომერზეც თქვი რომ მე უბრალოდ საუბრის გამო ამყავ ხარ და გიფასებ მეთქი გახსნას, მაგრამ შემდეგ წრეზე შეიძლება დავიშალოთ თქო, თუ გახსოვთ, 12 რო დავასახელე, მე შეიძლება შევიცვალო შენზე აზრი და მაინც მოგისმენ მეთქი. მე რო დეტექტივი არ ვიყო, 4-იანს პატიოსნად არ გადავამოწმեմ, რომელიც 2 წრე მე მაშა, ასე თუ ისე ირიბად მიტევდი, 0 წრეზეც მიტევდი და მეორე წრეზეც მიტევდი შენი შემოყვანა პატიოსნად მე არ მაწვდ ერთად თუ შავები ხარ ძალიან შესაძლებელია რომ 4-იანს დავუყურებთ შემოვიყვან შალად ნუ ხო ესეთი ყვირილი არ შე რატომ მიყვი ფოლს ვიღებ და ფოლს ვერ ვიღებ 10-იანს რატომ დაგაღებინო ფოლი 10-იანს უსმენ აი კიდე არ მეჩხუბ 10-იანი უეჭველი შენთან ერთად თამაშობ უეჭველი არა კაი რა კაი რა მე არ აღებინო 2-იანს ფოლი მეგობრებო თავის გამართლებას ძალიან არ დავიწყებ ეხლა გამეფანტა მართლა აზრი რაც მინდოდა მეთქვა რა 4-იანს გავყვები 2-იანის დეტექტივით უფრო ვითამაშებ 80% 4-იანსაც გავყვები პატიოსნად და დასახელებული კანდიდატურები არიან 12-9 რაგა 12-9 11 4 1 6 2 10 ამ თანმიმდევრობით ვინ თulis რომ 12-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა ვინ ფიქრობს რომ 9-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 1 ხმა 2 ვინ მისცა ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 1 ხმა ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა ვინ ფიქრობს რომ 1-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 2 ხმა ვინ ფიქრობს რომ 6-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 1 2 3 4 5 ხმა ვინ ფიქრობს რომ 2-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა ვინ ფიქრობს რომ 10-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა დავითვალოთ ბუღალტერია 2 3 5 10 2 ხმა გადავიდა 6-იანის ბოლოს თქვა რავი რა უნდა ვთქვა როლი არ მქონდა არანაირად მეგონა რომ ანანო გადამომოწმებდა ამის მერე მართლა არ ველოდი რომ გამაგდებდით და არაფრის აზრზე არ ვიყავ ერთ-ერთი მეგონა რომ ანანოს დეტექტივობას მივხვდი ვერაფერს ვერ გეუბნებით იმიტომ რომ ფიზიკურად არაფერი არ ვიცოდი მადლობა დავამშვიდობთ 6 ნომერს არანაირი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს იმიტომ რომ მუღამში
და მართლა ვერ ხვდები რატო გამომაგდეს, ანუ მართლა არაფერი არ ვიცოდი, საერთოდ ერთი ადამიანი ვიცოდი, ისიც ჩემთან ერთად თამაშობდა როგორც იაკუძა. არაფერს აზრზე არ ვიყავი და არაფერი არ მითამაშია, იმიტომ რომ რაც იყო, მართლა ეგრე ხდებოდა. ერთ-ერთი შავი კარტი მგონია აუცილებლად თან ელოშა. პირველი ნომერი, 7-იანი და ქორო. ამ სამ ადამიანს ვასახელებ, იმედია ეგრე იქნება. მადლობა, რა ვთქვა. ყველას ძინავს და იგვიძებს მაფია. გონი მიდასტურებს მიიღეს გადაწყვეტილება იგვიძებს გონი და ეძებს დეტექტივს იგვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას იგვიძებს შოკუნი და უერთდება იაკუძა იგვიძებს დეტექტივი და იგვიძებს ექიმი დათევდა თამაშ ტოვებს ნომერი 9. მეგობრებო, ანანოს დეტექტივობით ითამაშეთ ერთადერთი ამ სიმას დავტოვებ სიტყვას. მეც არაფერს. წარმატებებ მე ვიყავი მოქალაქე არ გაგიკვირდებათ რა ვიცი ამ თამაში არავის. და ხო, კიდე რა მინდოდა? ხო, მეტი არაფერი, ანანო დეტექტივი. დავშევოთ ნომერს. ესე იგი მეგობრებო, რა თქმა უნდა, მე მოქალაქეს, კი მაფიას არ უნდა რომ მე ვითამაშო რომელიმე როლით. ესე იგი, მართლა არაფერი არ ვიცოდი, ერთადერთი ანანოს დეტექტივობა და დავტოვე კიდეც ბოლო სიტყვა რომ ანანოს დეტექტივობით უნდა ითამაშო და რაც უნდა ვთქვა, იმედია შემდეგ თამაშზე ნუცა რომელიმე როლით ითამაშებს. დიდი მადლობა. რატო გამომაგდეს, არ ვიცი. წრეს გახსნის ნომერი 3. ვაგენებ ორი ნომრის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, ლაპარაკი აქვს, გადამომწვა შავად, შანსი 0-ია მაგის. პატიოსანი მოქალაქე ვარ. 7-იანი არ მომწონს ძალიან რა. 7-იანთან ერთად არ მომწონს. 4-იანი შავი მგონია, ანანოსთან ერთად. თავი შავი შემოიყვანა წითლად რა. და დროა ისე ექიმა თქვას რაღაცა რა. მე კი ვიცი ვინაა ექიმი, მაგრამ მაინც. პას. მადლობა. 4-იანს უსმენთ? აი ეგ რო თქვი ხა შენ რომ ანანომ თავი შავი შავად შემოიყვანაო, ესე იგი შენ სპექტაკლი გეგონა პირველოვან წრეზე მე და ანანომ ეგ სპექტაკლი დავდგით. ძალიან ანუ არ არის ლოგიკაში რა ეგ რა. მე შეტევა ორიანზე ძალიან ისეთი მქონდა რომ ბროდ ვერ დაგვაბრალებთ მე და შეიძლება ორიანი დეტექტივი არ არის და შენ პატიოსანი ხარ, მაგრამ მე და ანანო შავების გუნდი არ ვართ. თავისუფლებას არ ვაძლევთ, ჩემ თავს ორმაგი წითელი დაუძახო მაგის გამო, მაგრამ შენ იქ უნდა ჩათვალო. მაგრამ შენი გარ ჩათვალე და იფიქრე რომ ანანომ თავის შავად შემომიყვანა, წითლად შემომიყვანა. შენი გადამოწება ისევ წითელია ელოში. 12 ნომერი რას ფიქრობ დავიწყო დეტექტივების ბალანსი? ჯერ ადრეა? 9-იანი როგორ გავიდა თქვენთვის? წითლად.
7-იანი? შავად? არ ვიცი. კარგი, ერთი გასროლა რადგან მოხდა, კიდე თავისუფალი ხმის მიცემა დავასახელოთ ერთმანეთი. ეხლა ვასახელებ 7 ნომერს. ხო და მოვისმენ რა. შენი ვერსია დაგვიხაზე, ვინ არიან შავები? ახლა დიდი ბუდეში, მაგრამ გითხარი რა, მაინტერესებს. ეს წრე მინდა რომ თლიანად თქვენ გიგდობით ვითამაშო. 5-იანს უსმენთ? 6-იანი მომისმინე, შენ გელაბორაკი. 6-იანი შენ შავი გონია? ნახე 6-იანმა და 2-იანმა ხელი რო აწია პირველ ნომერში, მე 6-იანზე 4 ხმა იყო თუ რაღაცა და პირველ ნომერმა მიამატა კიდე მე 5 ხმა რა, ამიტომ თუ შენ 1-იანი შავი გონია, 6 მისი შავი არ გამოდის რა. შეიძლება იაკუძა იყოს, მაგრამ 6 და 1 ერთად გუნდში არ ამგონია, იმიტომ რომ ხერს არ მიამატებდა რა. ამ შეიძლება მიამატა და მაგითი გაიწით რა ვიცი. ეხლა ნახე რა, მე ძალიან არ მომეწონა 0 წრეზე 3 ნომერი, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცას დაიწყო საუბარი რა. და კიდე არ მომეწონა რომ 3-მა აღნიშნა 10 წითელიაო და 10 დაასახე, ან უნდოდა რომ დაესახელებე და ვეღარ დაასახელე. მე 10-იანი წითელი მგონია. მისი საუბრიდან გამომდინარე, მისი მეტყოლებიდან გამომდინარე და რასაც საუბრობს ზოგადად რა. ანუ არგუმენტი ისეთი არაფერი გითხოვს რომ უეჭველი წითელი, მაგრამ რა, რო გიყურებ ხო არის შეიძლება ვიზნო რომ შეიძლება წითელი იყო რა. აი 7-8-ში უკვე რაღაცა უნდა ხდებოდეს თუ ეგრე გამოდის. მე 11-ში ხელი ავწევ, იმიტომ რომ 11 ის ჩამრჩა და არ მომწონს ვაყენებ. მოდი 7-ს დავასახელებ, ვასახელებ 7 ნომერს განადგურებას ისაუბრეთ რა. 3 გადის ახლა. 7-იანს უსმენთ? 2 ნომერი, მე 2 ნომრის შერიფობით ვთამაშობ მაინც უფრო. შენი აზრით 9 ნომერში 2 გასროლა იყო თუ 1 იყო? ნუ მაშინ იციან რომ ექიმი ვარ, იმიტომ რომ მე ჩემი თავი დავიხილე. 3-იანმა რო თქვა რომ ვიცი რომელია ექიმიო სავარაუდოდ, იმიტომ თქვა რომ მაგან გაისროლა ჩემში და 3-იანი თუ არა დასახელებული არ დაასახელე თუ არა 3-იანს ვასახელებ, 5-იანს ვასახელებ ასევე. 5-იანის ლოგიკაც არ მომწონს, ანუ თამაშობ 2-იანთან, 4-იანთან და 11-თან. შენი წითელია, ხო? მაინც არ ამგონია რომ შენი შავი შემოგეყვანა წითლად. სხვა არ ვიცი რა, არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი ხა რომ გავიხსენ, იმიტომ რომ დავფიქრდი მე მგონი ჯობდა რომ არ გავხსენ, ძალიან კაი. დასრულდა. 8-იანს უსმენთ? ოღონდ ის 6-იანი გავიდა ჩემი აზრით იაკუძად რა. ეგ თავიდანვე ხარ რომ ღამე რო ფიქრობდი, მაგაზე ვფიქრობდი რა. იაკუძად გავიდა, იმიტომ რომ ვინაწია 6-იანზე ხელი, მე მახსოვს ავწიე ქორომ. აი ეგეთი რაღაც მგონია რომ ანუ მაფიოზის ხელიც უნდა იყოს აქ უეჭველი რა, იმიტომ რომ როგორ ფიქრობ, იცი რომ ჩემი მე პატიოსანი ვარ, მე ავწიე, იმიტომ რომ მე შავებოდა და ძალიან ბევრი ხელი აიწია, იმიტომ რომ არც იყო რაღაცა შემზადა, ანუ არ ქონდათ, უარგო მე ავწია ემოციურად, ეგრევე თუ ხედავთ ყველა მაგარა ყოფილა. კოპალ, შენ თუ 7-8-ში რაღაცას ხედავ, 7-ში უნდა დაინახო მარტო, ჩემთან არაფერსზე ნახვი. დაიკიდე რა, მე ნუ მიყურებ. 3-იანმა თქვა რომ ექიმი ერთი წუთი კიდე მნიშვნელოვანი რაღაც მომისმინეთ. 3-იანმა თქვა ვიცი ექიმი ვინ არისო, შანსი არ არის შენზე ეთქვა 10 ნომერზე აუცილებლად, იმიტომ რომ რახან ჯენ გვამოწ რომ ვიცი ექიმი ვინ არისო, ერთადერთი შეიძლება ილაპარაკოს 10-ზე. სხვა შენზე არავის შენ არ იცოდნენ, ანუ შენ თუ გონია რომ ჯენ გომ შენზე თქვა რომ ექიმი ხარ. არა. ხო, თუ მე მესროლა ხო იცის რომ ექიმი ვარ. 7-იანს ფოლი. მისი ნათქვამი იყო 10-იანზე. რა ქნა ეგ მნიშვნელობა არა. ვასახელებ შეუბრალოდ ყოფილად ხო არ გძნობ თავს? არა. 10-იანს უსმენთ? так. მე ექიმი არ ვარ და 7-იანის ექიმობის ჯერა. პირველი ნომერი შავია ჩემთვის, 3-იანი არის მაფიოზი ჩემთვის. 2-იანის დეტექტივობის თუ გავყვებით ესეა, ანუ უყურე მე ჩამოყალიბდი რა ჩემსაში რა, ჩემს აზრში. თუ გაითვალისწინებთ, საბოლოოდ გაითვალისწინებთ. ერთი ნომერი მე შავია, 3-იანი შავია, 5-იანი შავია ამათთან ერთად. იაკუძა, არ ვიცი, 12 თავის მღელვარებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს თუ 6-იანს მოისაზრეს პატიოსანი ქალაქი, შოგუნად თუ იაკუძად თუ რათა რა. 4-იანთან უნდა ვითამაშო კიდე, იმიტომ რომ ძალიან ისე მაკვირდება და მიყურებს რომ 2-იანის გადამაწყვეტი წითელია თან. დაგასახელო? 8-იანი პატიოსანია ჩემთვის, უეჭებელი. შენ გითხარი რომ 8-იანი პატიოსანია, ტყუილე არ გადამამოწმო. მაშინ ესე მგონია. 8-იანი 11-ს უსმენთ? 6 ნომერი მგონია რომ გავიდა შავად რა და მაგაზე აღარც უნდა ვიფიქროთ და ეხა
რავი, მე ეგრე მგონია და პირდაპირ ვამბობ მაგას. ეხლანდელი გადამოწმებებიდან ისევ წითელი დადო პირველმა ნომერმა და ორმა ნომერმა შავი დადო და ლოგიკურად შავი უნდა გავიდეს, ხო? ხო, ანუ ორი დეტექტივიდან არც ერთი არ გადის ეხა და სამ ნომერში უნდა ავწიოთ ხელი. აი, ვასახელებ რუიანს, თუ უნდა დასახელება. და ექიმი, კარგია რომ ერთი ექიმი ყავს, უფრო გაგვიმარტივდება თამაში. 10 ნომერი მომწონს ისევ და ისევ ყველაზე მეტად ჯერჯერობით. პარს. 12-ს უსვენთ? კაი, ნახე 6 ნომერზე ხელისაწევაზე რა ხდებოდა რა. 1 ნომერი აპირებდა ხელისაწევას და უსვათ ჩამოუშვა, მე გადათვალ და მე მიამატარა, ამიტომ მეგონა რომ 1-6 შავების გუნდი იყო, იმიტომ რომ მე თან ეჩხუბებოდა რომ გადავთვალე 4 ხელი იყო და მე 6 ნომერთან კომუნიკაცია ქონდა, 1-ზე ხელი რატო აწიეო? მესამე ფოლის 1-ზე ასიძახე. ხო და 6 შავი იყო რა, ეგრე ვერ დავუჩვენო მაგედას რომ 6 შავი არ ყოფილი იყო. ეხა გადის 3 ნომერი, გადამოწმებული შავი არის, მე არ მოწონს 5 ნომერი, იმიტომ რომ ვაყენებ 5 ნომერის კანდიდატურას, 3 არ არის დაყენებული მე მგონი და შენ გიწევს დაყენე. ოკეი. ნაირა რა უნდა გავიგო ახლა. პას. პირველს უსვენთ? მოაყენებ 3-ს. მე სწორი თამაშის მომხრება რა, თუნდაც ჩემი საპირისპირო დეტექტივის გადამოწმებული შავი იყო 3-იანი უნდა გავიდეს, იმიტომ რომ მე 5-იანი მყავს გადამოწმებული წითლად. 5-იანი იმის გამო გადამოწმდა, რომ მან ჩემს გადამოწმებული წითლად კარტში ხელი აწია და ეს იყო ძალიან მე წითელი მეგონა ისედაც. რა, უბრალოდ გადაგამოწმე ყოველი შემთხვევაში. 6-იანი დიდი ალბათობით იაკუძა იყო და აი აქ ძალიან არ შეიძლება ესე ანუ ჩამოყალიბებაზე არ არის პრობლემა. ის ითამაშეთ 2 ნომრის დეტექტივობით, ჩემზე უკეთესი არგუმენტები შეიძლება კონდეს. უბრალოდ მე რო ვიძახი რომ ვიღაცები წითლები არიან, ტყუილ უბრალოდ არ შემოგიყრით მათ ფერებს რა, გინ 5-ს, გინ 11-ს რა. მე არ მაწყობს რომ წითლები დაუძახო ვიღაცებს. მე მაწყობს რომ ვიღაცა შავი დაუძახო და გავიყვანო მაგიდიდან. აქედან გამომდინარე თქვენ, აი ახლა მომდევნო ღამე რო იქნება, დაფიქრდით რა, ვის შეიძლება ჩათვალოთ დეტექტივად. ჩემს გადამოწმებებს აქვს ლოგიკური ახსნები რა. და აი 2-яნის მხრიდან 3-яნის გადამოწმებას, 3-იანი მე უფრო უნდა გადამოწმებინა ამ ღამეს შავს თუ ვერ იპოვი? ხო, მე უნდა გავიდე მე. ვიცი მესმის. 4-იანს მესამე ფოლი. დასრულდა. სანამ 2 ნომერზე გადავართ, დასახელებული კანდიდატურები არიან 2, 7, 3, 8, 5. 2 ნომრის 1 წუთი. ვაყენებ 3 ნომრის კანდიდატურას, ახლა აგიხსნით, რატო გადავამოწმე რა. 6 ნომერი გამოვიდა და მთელი 1 წუთი დახარჯა იმაში, რომ მე ვიყავი დეტექტივი. 1-მა, 3-მა, 11-მა, 12-მა ხელი აიწია 6 ნომერზე. ანუ 3-იანს არც კი შეუტევი 6 ნომერისთვის. საერთოდ ხმა არ ამოუღია 1 ნომერზე, ისე აწია ხელი 6-ზე. 11 ნომერი რო წითლად მოწმდება 1 ნომრისგან, მე იმას არ შევამოწმებ რა. შეიძლება ჩემი ეჭვის ქვეშ იყო, მაგრამ მე შენ იმ მომენტში არ შეგამოწმებ, იმიტომ რომ თუ ვაიდა წითელი ხარ, შეიძლება მოკლანან რაღაცა ეგეთი მოხდეს რა. შესაბამისად, 4-იანი პატიოსნად გადამოწმებული, 5 ჩემი დეტექტივები თამაშობს, 3 აი ძალიან უაზროდ ასახელებს 10 ნომერს. თან მე ამბობს ექიმი მეგონაო. თუ ექიმი გეგონა, რატო ასახელებს საერთოდ 10 ნომერს რა? ამიტომ 3 ნომერი იყო ჩემთვის ძალიან შავი, გადავამოწმე. მე მგონია რომ უბრალოდ ეხა ძალიან ანუ მაფიოზი მგონია 3 ნომერი და პატიოსნებს 6-იანზე იაკუძის დაძახება არ გაწყობთ რა. ანუ რომც იყოს იაკუძა, მაინც. დასრულდა. ხმის მიცემა კი არა და თავის გამართლებების დრო იწყება. დასახელებულები არიან 2, 7, 3, 8, 5. 2 ნომრის 30 წამი. მოკლედ მე აგიხსენით რა. ეხლა ძალიან დიდაც მე კი ვიცი ვის გადავამოწმებ ეხლა, მაგრამ ძალიან არ მინდა იმ ადამიანის გადამოწმება, ვინც უნდა გადავამოწმე, იმიტომ რომ მგონია რომ შავი დამხდება აუცილებლად რა. და მე მინდა რომ თუ მაგიდაზე იაკუძა, ის გადავამოწმო. თუ ვინმეზე ფიქრობთ რომ შეიძლება იყოს იაკუძა, მე თქვენ აზრს მოვისმენ. დიდი სიამოვნებით რა. თქვენ ფიქრობთ 9 ნომერს. მე ვფიქრობ რომ 9 ნომერი ხო, მაფიის მკვლელობა, იმიტომ რომ ძალიან შეუტიეს და მე მოკლეს. რაღაცა ესე დავინახე მეც. 6-იანიც მაგის გამო ხო. 7-იანს უსმენთ? ხო, ჩემი ხელი 3 ნომერში წავა ახლა. ნუ რა ვქნა რა, ანუ 2-იანის შერიფობა უფრო მეტის მომცემია რა ჩემთვის რა, ანუ პირველი ვერაფერს ვერ მაძლევს ისეც რა. არგუმენტები არ მომწონს რა პირველი ნომრის. რაც შეეხება 9 ნომერს, 9 ნომერი არ ამგონია იაკუძად გასულიყო და 6 ნომერი არ ვიცი, შავი უფრო მგონია, მაგრამ არ ამგონია მაფიას ეპოვა იაკუძა და მე ღამე გაეშვა, ანუ შეიძლება და რა დილით გაეშვა. მე შევამოწმებდი 5 ნომერს რა. დასრულდა. 3-იანს უსმენთ? მართალი ხარ შენ გესროლე.
იაკუძაო. შემარჯვენა ხელი ხარ. და შენ ხარ შოგუნი. შენ როლში ზიხარ, შანსი არაა იმენა, შენ როლში რო არის. პას გამიშვით. მადლობა. რუიანს უსმენთ? კარგი, ეხლა მომისმენთ რა რის თქმაც შემილია რა, შეიძლება გასვლა მომიწიოს ჩემი აზრით, ღამე შეიძლება. ერთი კილი იქნება ჩემი გადმოსახედიდან, ამ იაკუძა იყო 6. ეს 3-იანზე ისედაც ვამბობდი რომ გაუშვა თქვენ, იმიტომ რომ შავად რო გამოწვედა წითელი ხარ, უფრო მეტად მოინდომებდი და მარტო მაგით უნდა გახვიდე და 4-იანი რჩება შოგუნი რა, ეგრე მგონია. ეხლა მანდ თუ ეს იაკუძა იყო 6-იანი, 4-იანი რჩება შოგუნი. ეს ინფორმაცია ჩემნე მოქალაქემ მოგცეთ, ამის მე 3-იანს უშვებთ, მე ღამე იქნება, ალბათ ერთი კილი მოხდება ისევ, ეგრე ვფიქრობ. და ვსო მეტად არაფერს თქვა. 5-იანს უსმენთ? ისა ანანო 3 ადამიანმა თქვა ჩემზე შავიაო რა, ეს იყო ექიმი, 10 ნომერი და 12. ან პირველად თქვა 10 ნომერი, მე 10 წითელი მიყავს. 12-მაც რო თქვა არ მომეწონა რა. მე წითელი ვარ რა, იმიტომ რომ რომელმა დეტექტივს გადამოწმა, იმის საპირისპირო დეტექტივის გუნდს თამაშობ ჯერ ერთი. მე მეორე რა, პირველმა რო თქვა 3 გავიდესო. იქნება რა ამის გუნდში, ჰა? ანუ მართლა თალკე იაკუზა ხო არ არის თქო. იმიტომ რომ მე 6-ში, იმიტომ არ ავძეხე რომ 2 დეტექტივობას თამაშობდა და მე 2 დეტექტივობას თამაშობდა და 6-ში არ ავძეხე. აი ეს არის პასუხი. ხმის მიცემა იწყება. დასახელებული კანდიდატურები არიან 2, 7, 3, 8, 5. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 2 არმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხელი გავაჩეროთ. ვინ ფიქრობს რომ 7 არმა უნდა დატოვოს თამაში, ხელები გავაჩეროთ. ვინ ფიქრობს რომ 3 არმა უნდა. 3 არის ბოლოს. 10,000 ლარი ძალაშია რა. მე ვთქვი MVP ვერ გავხდები მეთქი და რჯერად ჩემი. არაში მომივიდა დონი ისევ ევიბენი დევიჭარი ვეღარ ვთამაშობ რა მაფია რა, ჩემი თამაში აღარაა მაფია, ვეღარ ვთამაშობ თუ ხშირად არ დავიწყებ თამაშს და აზრი არ აქვს რა მოკლედ ჩემ თამაშს, ასე რომ ეს იყო ჩემი ბოლო სეზონი, მე აღარ ვაპირებ თამაშის გაგრძელებას არავითარ შემთხვევაში. თუ რა თქმა უნდა ხშირი თამაში არ მექნება და ცოტა არ დავიხვეწები, თორე აზრი არ აქვს, აქ უკვე თამაშს აზრი არ აქვს რა. რა შეეხება 10,000 ლარს. 10,000 ლარი ძალაშია MVP-ს, ვინც გამიცვლის, მივცემ 10,000 ლარს, რომ წავიდე მე სიცილიაზე რა. Instagram-ზე მომწერე. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღვიძებს მაფია. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. იღვიძებს დეტექტივი. იღვიძებს ექიმი. თენდება. თამაშს ტოვებს ნომერი 7. ნუ გასაგებიც იყო. კიდევ ერთხელ მედია სწორად მოვიქეცი რო თქვი. ეხლა შავს იმიტომ ამბობ, რომ მე ჩემი ემოციები მიიღო. მაგიტო თუ ამბობ ფოლიტექმეც. ანანო ვინ? 11-ია შავი, ხო? ოკეი. თქვა ვინ დავხილე? ხო, არ ვიცი შეიძლება იყოს მეორე კილი, შეიძლება არა, 4 ნომერი დავხილე. ნუ მაინც გადამოწმებული წითელი იყო და ეგება და გაესროლათ. 4 შავია, რა თქმა უნდა. ხო, რავი, სასიამოვნო იყო წარმატებები.
იმედია მოვიგებთ მოქალაქეები. კარგად ხარ. დაამშვიდობთ 7 ნომერს. რავი, კარგი თამაში იყო, იმედია ძალიან ცუდადაც არ ვითამაშე და მთლად ყემალზე არ ვიყავი. რავი, მგონი ჯენგო შავად გავიდა, პირველიც მგონია რომ შავი იყო. სხვა რა ვიცი რა, იმედია მოვიგებთ მოქალაქეები, წარმატებული თამაში მოქალაქეებს და რავი. თამაში ტოვებს ნომერი 1. აბა დაფიქრდით ახლა. კაი ტყვია მომხვდა. ხო, აშკარად. მე გეუბნებით რომ 4 ნომერი გადამოწებული შავია. მაგრამ 4 ნომერი იაკუძა შეიძლება არ იყოს. 4-იანს ორიანამდე უნდა ორიანამდე მოხსნით, მე იაკუძა დიდი ალბათობით ორიანშიც ისვრის. ნახეთ? მისმენთ? კარგად მისმენთ. ყველანი კარგად მისმენთ? ახლა, როგორც მინიმუმ 4-იანი უნდა მოხსნათ. მეთანხმები თამაში. არ მეთანხმებით? წერან თქვენს გადამოწებულ შავში მე ხელს ვწევ და იმ ხელა ისიც არ მაქვს, რომ ჩემი გადამოწებული შავი ერთი მაინც რო გაიყვანოთ. კაი, წააგეთ თამაში მაშინ. კარგად გწონდებოდეთ, ნახვამდის. მაგრამ არასწორი თამაშია ჩემი აზრით. 4 მოხსნით. დაამშვიდობთ პირველ ნომერს. ბიჭო, ერთ ამოვიდა რა თამაში ისე რა, რაღაცნაირი იყო რა. ანანოს იცით რა არის სიმართლე რო გითხრათ? აი ანანო რო არ ყოფილიყო დეტექტივი, ვერავად უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ნუ ანანო კარგი დეტექტივია ნამდვილად და პატომ იძლება უბრალოდ და თუ შოგუნი გამოგდებული ყავს, ეგ მაგას არ აუშავს რა. Просто მე მგონი მე არ უნდა გავხსნილიყავი და ჯენგო უნდა გავხსნილიყო ისევ რა. იქ უფრო სწორი იქნებოდა ჩემი აზრით. წრეს გახსნის ნომერი 4. ცოტა რთული იქნებოდა მე რო არ გადავემოწებინე ხა შავად ჩემთვის, მაგრამ ეხლა ძალიან გამიმარტივა სიტუაცია რა, ხო? გასაგებია 3 შავი, 11 შავი, ანანო ნამდვილი დეტექტივი, თავიდან უფრო ანონსკენ ვიხრებოდი. მე შენში მეგონა ამას ვანიშნებდი 10 გადავამოწმე თქო რა, შენ მეგონა მესამე შავი რა. მაგრამ გამორიცხული არც ეგ არ არის, ხო? სადღაც იყოს. მე იაკუძა მეგონა ცხრიანი, ანუ ჩაოლორი პატიოსნის თამაში მქონდა. ნულოვანს, ეხლა რატო არ უბრალოდ წითელი, მაინც ვინც ფიქრობთ რომ შეიძლება ელოშა იყო. ვინც ფიქრობთ, თორე მე უუჭველი ვიცი რომ ორიანია დეტექტივი. მე ნულოვან წრეზე როგორი შეტევაც გავაკეთე ორიანს და მე ანუ მარტო ორიანს რო დავოთმე. ეს დრო, აი თქვენ თვითონ ხვდებით ეს რამდენად ყალბი იყო და რამდენად არა. მე ორმაგი წითელი გამოვედი, იმიტომ რომ მართლა ანუ გადავამოწვა, მართლა არის საუბრა ჩემზე, იმიტომ რომ წითელი დავხვდი და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ ვაგიდას რა. 11 ნომრის კანდიდატურა მიიღე. მე ჩამოყალიბებული ვარ ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ მე გამარჯვებისკენ მივდივარ და აქ სხვანაირ ბალანს, ანუ ელოშას ბალანს ვერ დავთანხმდები ვერცეთ ვარიანტში. 11 ნომერს ვასახელებ, მაგრამ თუ გინდათ განიხილეთ ჩემი გასვლაც. არც ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ თამაში ვფიქრობ, რომ თუ შოგუნი არ ყავს, 5-იანი. ორივე არ დაჩე. 5-яნის დრო? ლენგა, არ გადის 4. მომისმინეთ ერთ წამ. ქალბატონებო, თუ შეიძლება. ნახე 4 რატო არ გადის მე გეტყვი. შენ ხო ორის დეტექტივობას თამაშობ. 2-4 წითლად ყო, მაქსიმუმ შოგუნი იყოს, ანუ ვერ ისვრის. ამიტომ ჩვენი იაკუძას ვეძებთ. ხო, ამიტომ 4-იანი არ ისვრის. 4-яნის იაკუძა ისვრის თუ 4 შოგუნია, მაგრამ მე 4 შოგუნი არ მგონია რა. ეხა უყურე, 11 არის გადამოწეული შავად. ერთ წამი რა გეხვერძებოდ. 11 არის გადამოწეული შავი, ხო? 11-ის და 1-ის კომუნიკაციას просто ვერ ვიხსენებ მე რა. ანუ ვერ ვიხსენებ. 6-ი აწია ხელი ვიცი, მაგრამ ანუ 6 შეიძლება იყოს მისი შავი. შეიძლება იყოს, ანუ ნახე ხახო მე აქ შემომიტე 6 ხელი რატო არ აწიო? ანუ სწორად არ ამიწევია. მაქსიმუმ 6 შავი იყოს რა, მაგრამ იმან რატო მიამატა ის მეხუთე ხელი? ეხლა ჩვეულება შენა გიზის იაკუძაც და ბოლო მაფიაც რა. ვაყენებ 11 ნომრის კანდიდატურას, 11 აუცილებლად დაქტოვებს. აი 8, 10, 12-ში უკვე შეიძლება იზრდეს შოგუნი, თუ 9 არის. ან 6. მე 6 მართლა არ მომეწონა რაც ისაუბრა, მაგრამ რადგან შენ დეტექტივობით თამაშობ და ამიტომ არ ვქენი რა. რუიანს უსმენთ? პირველად მინდა რომ შავი კარტები იყო ხა რა, პირველად ცხოვრებაში. მოკლედ სხვაგან ვიყავი საერთოდ, არა დარწმუნებული ვიყავ რომ მეორე ხილი არ მოხდებოდა. 6-яნის სიშავეში იმდენ დარწმუნებული ვიყავ რომ გადიოდა რომ არ ვიცი გავიდა ჩვეული, არ უნდა გასულიყო ჩვეულებრივად რა. რომ შვიდად არ უნდა გადაირო, გამოწმენ შავად და შვიდად ხარ, მე შავები რა. შენი სამის შავი გუნდი ვინ არის შავების გუნდი? ელოშა, სამიანი და 11. იაკუძა? არიცე? ელოშასთვის ვინ არის? კაი, პატო ერთი ვიცი და ანუ სამიანი პატო, ხელი 6-იანს ჩავდეთ მე ქორომ, ლენკამ, ელოშამ და всё, ხო? და ჯენგომ, ხო? მაგრამ კაი, იაკუძა არ უნდა გავაგდოთ ჩემი აზრით ახლა. არა. კაი, ვასახელებ ისა რა ქვია 5 ნომერს ვასახელებ. და 10-იანს უსმენთ? მე უნდა გავყვე 2-იანს და 4-იანს რა, სხვა გზა არ მაქვს. ყველა პონჩი. იმიტომ რომ 3-იანი დანებდა და 3-იანი მიპოვა 2-იანი.
ერთიანმა ისეთი უჭორტავა იმის გამო რომ 7-იანი რაღაც როლში მოვიხსენიე უბრალოდ და 7-იანზე ვთქვი იდეის პონჩი რომ ისე აღელვებულია ადამიანი რომ შეიძლება როლი იყოს დადებითი ან მამეთქო რა და მაგის გამო დამეწყო დასახელება და შემოდება მაგით არ ვითამაში ერთიანის დეტექტივი და მაგით გავყვევი 2-იანს რა უფრო მეწიოთ წავა ჩემი ხელით 11-ში რადგან სწორი გადამოწმება აქვს მეორე უკვე ჩემთვის შავად 4-იანის წითელი შეერთ შავი მგონია 12-ზე ფიქრობ რა ესე გამლახავთ ეხლა რატო ფიქრობ 12 მგონია შენს ტეხან დაგასახელე და ავიშალეთ მაფეჭი 11-ს უსმენთ სარწმუნოებით რატო იძახი სწორი გადამოწმება აქვს მეორეო ჩემზე რატო იძახი ჩემ ფერი იმიტომ რომ ისე დანებდა ის 3 ნომერი ჩემთვის 3 ნომერი იყო მაფიოზი ან იაკუძა არ მეორე ფოლი 2 ნომერმა შავად ეხა მე რატო წეგან რომ ამზადებდი სიტყვას 3 ნომერი რო გავიდა 2 კილი მოხდა ეხლა გავიწერეთ წეგან ჩემ გადამოწმებას აპირებდი ეს წინას სიტყვაობა რო გააკეთე კაი ვასახელებ 2-ს 4-ს 5-ს რომელიც არ არის დასახელებული მიიღეთ ნებისმიერი კოპალ თითქოს ამზადებდი მთელი ეს პერიოდი რომ მე 11 არის შავი ხო ბაზარი არა ითამაშეთ ეგრე არასწორად მე დავტოვებ თამაშს და ჩემი აზრით დამთავრდება არა ვერ დამთავრდება 1 2 გაგრძელდება მაგრამ მალევე დამთავრდება რა ლოგიკით უნდა გავიდე მე ახლა ვერ ხვდები იმიტომ 6-იანში ხელი რო ავწიე მაგაზე რომ მაჭერთ მაგას ვერ ხვდები კიდე 1-მა 6-თან რო ითამაშა და ასე შემდეგ მეტი რა გელაპარაკო რა ვიცი შავად შემოვყავარ ტიპს და ყველა თქვა რომ მე თამაშობ 2 ნომრის დეტექტივობითო ითამაშეთ 2 ნომრის დეტექტივობით და მაშინ მე გამომაყოლეთ უკან რა გავაკეთო მეც ვერაფერს ვერ გეტყვით 2 თუ ამიღებული ავდგები 2-თან ერთად 12-ს უსმენთ კაი ნახე 11 ნომერი არაფერს აღარ აქვს აზრი როცა 3 ნომერი 2 ნომერმა გადამოწმა 3 შავა და დაგუნებდა თან იაკუზა და დაგუნებდა რა მნიშვნელია ჩვენთვის რა მნიშვნელია თალკე ჩემი გადმოსახედიდან მე რატომ ვიწყლიტები კაი გიხსნით რატომ ხარ შენ აუცილებლად შავი და რატომ უნდა დანებდე შენს 3 ნომერი დანებდა და მე მოხდა 2 კილი რაც იმას ნიშნავს რომ არც იაკუზა იყო და მაფია იყო ანუ 2 ნომერი აუცილებლად დეტექტივი არის 11 ნომერი მაგრამ მე ფიქრობ რას მოდი ჩავთვალოთ 6 პატიოსნად და შემთხვევით გავუშვით 6 ნომერი აქ ზის ბოლო მაფია 11 და ზის ერთი მსროლელი კარტი ანუ თუ 11 არის იაკუზა ანუ ერთი მსროლელი კარტი რჩება თამაში 11 ნომრის გასვლის შემდეგ რა მე ეგრე ვფიქრობ ვაყენებ 11-ს ვაყენებ 4-ს ვაყენებ 5-ს ვაყენებ 8-ს მე არ მგონია 5 ნომერი კაი კარტი რა იმიტომ რომ აი დასრულდა 2 ნომერს უსმენთ ვაყენებთ 11 ნომრის კანდიდატურას ეხლა მომისმინეთ 3-იანი ერთიანთან ერთად თამაშობდა 11-იც ერთიანთან ერთად თამაშობდა სულ ერთად იწევდნენ ხელს 6 ნომერიც მაგათმა გაიყვანეს და ასე შემდეგ 11 ნომრის გასვლის შემდეგ ჩემთვის რჩება ერთი მსროლელი კარტი ანუ ერთი ქილი იქნება ქალაქში შესაბამისად ერთ კაცს გავიყვანთ ქალაქში იქნება ერთი ქილი და მერე დარჩება 5 ადამიანი აი მაშინ გვექნება კრიტიკა თუ იაკუძაც და შოგუნიც თამაშია, მაშინ უნდა გავაკეთოთ რაღაცა ძალიან სწორი. მანამდე სამწუხაროდ ვერ გავაკეთებთ. ეხლა აუცილებლად 11 გადის, იმიტომ რომ 3 ნომერმა დაიბრალა იაკუძობა, მერე მოხდა 2 მკვლელობა. 3 ნომერი იყო უეჭველი შავი კარტი. თქვენთვის თუ ვინმე იაკუძა უნდა იყოს, მაშინ ეგ მე უნდა ვიყო. всё. მაგის თქმა მინდა რა. დასრულეთ? დიახ. მადლობა. დასახელებული კანდიდატურები არიან 11, 5, 4, 8. 11 ნომრის 30 წავი და ხარ კიდევაც სანანო იაკუძა და შეიძლება ეხა დაასრულო MVP-ობით თუ ჩემზე აწევენ ხელს ბიჭები და ერთი გოგო ხო მე იცი რა არ მომწონს ყველაზე მეტად ეხა აი რაც არ მომწონს რომ აი 3 ნომერთან ერთად ჩამწერეთ პირველ ნომერთან ერთად ჩავწერეთ თავიდანაც რო ვთქვი რომ პირველ ნომერმა რომ გადამამოწმა ანუ რაღაც აი არ მესიამოვნა უკვე ეგ გადამოწმება რა რომ შავად ისა წითლად შემომიყვანა რა იმიტომ რომ მე ჩემზე წამოვიდო და მაინც იაღლიში კი არა და იერიში და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ 1 3 11 მაგარი გუნდი გამოვიდა 5-იანს უსმენთ ხო რომ მე ნულოვანზე გიპოვე შენ შავად არ ვიცი მაფია ხარ თუ რა ხარ მაგრამ ნახე შენ თუ ამბობ რომ 3 შენთვისაც შავი იყო 3-ის გასვლის შემდეგ მოხდა 2 კილი ანუ იაკუძა არ არის დაგჭა მაფია 2 ნომერმა 3 მაფიად გადაამოწმა ისევე როგორც შენ გადაგამოწმა მაფიად ანუ შენ თუ ამბობ რომ შავი ხარ ეხა შენ თუ დაგვეხმარები
და შენ შოგუნს ვეტყვინი არის რომელიც რაღაცა არის აუ 12 გადაამოწმე რა აი იყავის ძლიერი პატიოსანი 5 არ გადაამოწმე 12 გადაამოწმე რომელმაც ანუ აი 10 საუბრის მერე შემომიტია მანამდე წითლად მელაპარაკებოდა რა გინდა თუ ერთ მე ვიპოვე 11 აი ფოლები მაგ კაც ნახე 0 წელზე ხოდ ფოლს ვიღებ 0 წელზე ხოდ მეჩავდე დასრულდა ფოლი ეხა შენ იმას ამოწმებ ვინც წითელი რო დაგხვდეს სამკაცში იждდება ანუ ეხლა უნდა დაასაჩუქრო ვიღაცა სამკაცში ჯდომით რა კი ესე ვფიქრობ რა ანუ მე მგონია რომ შოგუნამდე ესე მარტივად ვერ მივად 11 ნომერი ვფიქრობ რომ თავის ნახევარ სიმართლეს იმას იძახის რომ მე მგონი 3 და 1 ამის გუნდი არ არის და იაკუძას უშვებთ ეხა რა რაღაც მხრივ ანუ ჩემთვის ეგრე ეხა შენმა დეტექტივმა ჩემო 11 ნომერო შავად გადამამოწმა და ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ორიანის გადამოწმა ჩემთვის კანონია დასრულდა გონია რომ იაკუძას უშვებთ შეიძლება რუიანს უსმენთ აური ისიც თქვა მინდოდა ხო რომ რატო დავასახელებინა ეხლა ლენკას ჩემი თავი ბიჭო აი უყურე აჭერ ძალიან რა ანუ მაგას ვიძახი რომ აი ძალიან აჭერ რა თითქოს არასწორად აჭერ რა როცა გადამოწმებული ხარ შავად და წითელი ხარ არასწორად აჭერ ეგეთი შტაბეჭება მრჩება იწყებ რაღაცა არგუმენტების მოფიქრებას რომელიც არ სჭირდება არგუმენტები რა ანუ არ ვიცი თუ დამთავრდა ისე ერთი წუთი თუ დამთავრდა აუ ერთი წუთი ხო არ გადავთ მაცინებენ და ვერ ვლაპარაკობ რა დასახელებულები არიან 11 5 4 8 ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 11 ხო ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა 2 ხმა გადავიდა 8-იანზე ეს არ ჩავთვალ 11-ის ბოლოს სიტყვა რითი რა არგუმენტები შემეძლო ეხა რომ მე თქვა რომ თქვენ აზრი შეგცვლოდათ მეორე წრიდან 2 ნომრის დეტექტივობით თამაშობდით და სიმართლე გითხრათ მეც რაღაც პონჩი 2 ნომრის დეტექტივობით თამაშობდი ნახვამდის დავშიდავთ 11 ნომერს და ღამე იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დომი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას მიიღო პასუხი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას მიიღო პასუხი იღვიძებს ექიმი მიიღო გადაწყვეტილება გენდება თამაში ტოვებს ნომერი 2 10 არის გადამოწმებული შავი. და მე შოგუნი უნდა გაწუროთ. თუ არის კიდე თამაშში შოგუნი რა. მე გაგახსენებთ რაღაცას რა. 12 უტევდა 9 ნომერს, 9 ნომერი მოკვდა. არა, უბრალოდ ვიხსენებ თანმიმდევრობას რა, ქრონოლოგია ეხა. რუიანმა თქვა რომ პირველად მინდა ცხოვრებაში პატიოსანი ვიყო. ეგ მე დავიჯერე. შენ რო ეგ თქვი. გონია რომ შავზე მაგას არ იტყოდი რომ ვაიმე ეხა როგორ მინდა პატიოსნება და რაღაც. ეგ ჯერჯერობით არ გიქნიენდა. ეხა თუ ქენი ანუ არ არის პრობლემა. 4 ნომერი 1-4 ითამაშა 0 წრეზე, 3-ზე არაფერი არ თქვა და 2-იანს შეუტია და მაგიტო გადავამოწმე. 5-12 ერთმანეთს ჭამდა ცოცხალი თავით. 12 აი არ ვიცი, შოგუნი არ ვიცი. აი შავად პოულობ შოგუნს და პატიოსნად ეხა უფრო შავი სროლელებზე ვიყავი გადასული რა, სიმართლე რომ გითხრათ. არ ვიცი ვინ დავტოვა. არ ვიცი შოგუნად ვინ დავტოვა თუ კიდე არის თამაში და იმედი არა. всё, დიდი მადლობა. დაგემშვიდობებთ. ჩვენთან მე ზოგადად ელოშა სპეციალურად არ ავაღებინე ფოლი რა. ესეც ზოგადად სპეციალურად იღებდა ფოლს, იმიტომ რომ როცა დეტექტივი საუბრობს, ცდილობ რომ ხელი შეუშალო, მეც სტრატეგიულად რა მინდოდა რაღაცის თქმა.
მე მეგონა სტრატეგიულად. არა, გეძ რაღაც თქვა მინდა. პოზიში, მე კიდე მეგონა რომ ხელს მიშლიდა და მეწყელი შეუშვა. არა, არ გიყვირე, არ დაგაცხადე ფოლი. ალა პოზიში. არა. არა, გეიჟავაჯე. შავებმა გაიყვანეს შოგუნი, რაც იყო ძალიან სუპერ და ჯენგომ რო დაასახელა 10 ნომერი აი რაღაცას გრძნობდა რა ჩემი აზრით გრძნობდა ეკი მეგონა როლში გვეგონა ოკეი როლში აი ეგ არის რა პატიოსნები ძალიან ჭამდნენ ერთმანეთს და არ მეგონა მან შავი რა всё მაგით თქვა მინდოდა არავის არ გეგონათ რომ ელოშამ ძუ არა კაცო პატიოსნები წრეს გახსნეს ნომერი 5 5 ძმა კაი ეხლა მოდი ესე დავალაგოთ რა ვაყენებ 10 ნომრის კანდიდატურას ბატ არა კაი ხო ნახე, მოდი ახლა ჩვენ გავმიჯნოთ იაკუზა და მაფია ვინაები იყვნენ მაგიდაზე რა. ერთიანი იყო მაფია, ორიანი დეტექტივის, სამიანი და მაფია, იმიტომ რომ სამის გასვლას მერე 2 კილი იყო. ექვსიანი იყო წითელი. ამან 3 გადაამოწმა შავად, 10 გადაამოწმა შავად. და 6-იანი უეჭველი წითელი გამოდის. კაი, всё, ერთსა. 6-იანი უეჭველი წითელი გამოდის სამიანისთვის, ნახე, ორიანისთვის. ორიანი გადაამოწმა 3 შავად, 10 შავად, 11 შავად და 1-იანი 4 შავი იპოვო. всё, 6 უეჭველი წითელია. ნახე, всё, 6-იანი მაქსიმუმ შოგუნი იყოს. ეხლა უყურე. 10 ნომერი მაფიის გუნდშია თუ იაკუძის გუნდში? 11 ნომერი შავია 10? 3 ბიჭო 10 და წითელი დაუძახა, ანუ 10 შეიძლება იყოს იაკუძა და 11 იყოს შავი. 10 შეიძლება უფრო იაკუძა იყოს რა. რა გინდა გოგო? დასუ. ცხრბიანს უსმენ? მომისმინე, კოპა, listen. 6 ნომერი გავიდა ჩოგო. მომისმინე. შეხედე მე რავს ვფიქრობ ახლა რა. 6 ნომერი გავიდა შოგუნად და ერთადერთი რაც დარჩენილი 10 ნომერი არის მაგის იაკუძა. იაკუძა არის ჩემს 10 ნომერი. რატო ამბობდი იცი შენ შოგუნობას რატო ვიძახდი იცი? რომ მე უეჭველი იაკუძად მეგონა რომ 6-იანი გავიდა ერთი კილი რომ მოხდა რა და გადათვლით ვინც ხელი აწია შენ და კოპალას შორის რჩებოდა მარტო შოგუნი. და მაგიტო გითხარი შენ იქნები შოგუნი თქო. ეხლა აი ამ ეტაპზე რასაც უყურებ 10 ნომერი, რა ვიცი, ორიანის დეტექტივით რო არ ვითამაშოთ, ალბათ უკვე სისულელე იქნება. ხო და 10 ნომერი გავიდეს და მე ფიქრობ რომ მორჩება თამაში, იმიტომ რომ 6-იანი მგონია შოგუნი, თუ არ დამთავრდება, აუ რა ცუდია, აი როგორ მინდა 6-იანი იყოს, მოდი შოგუნი, რა ჯერ ეგრევე ვიფიქროთ რა. ვასახმო ვარაგარადუ. მაგაზე ფოლია. გასულეთ? დიახ. 10-იანს უსმენთ? ვასახელებ 5 ნომერს. მე არ ვარ შავი კარტის მე, ხო? ორიანის დეტექტივობის მე მეეჭვება ეხლა, მაგრამ თქვენ ითამაშებთ უეჭველი 100% ითამაშებთ ეხლა რა. ერთიანი დეტექტივად რო თამაშობ და მოკლეს. ხო, მოკლეს. ან მოკალით შენი აზრით. თქვენ ეხლა უეჭველი მე გამაგდებთ ბაზარი არა, მაგრამ გაგრძელდება თამაში და წაგებული გაქვთ რა. დორო ორიანი აღარ გონია დეტექტივი. მაფია თამაში ჩემი აზრით. და 11 გევიდა იაკუძად. აცამი? პას. მარ 12 უსმენთ? ნახეთ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ორიანი არ არის დეტექტივი, მეტყვი შევად გადაგამოწმოთ, თქვენ თუ წითელი კარტი ხართ. მე ეს რაღაცას ვფიქრობ, რომ ხო აი წეგან ჟესტიკულაციით რის ახსნას ვცდილობდი რა, თუ 10 რო გავა თამაში არ მორჩება, ესე იგი 6 იყო შოგუნი თქო. მაგრამ თუ თამაში, თუ მორჩება, თუ არ მორჩა, აი მერე 10 როგორ წითელი მეგონა, იცით? სამ კაცში რო დავრჩეს თქო, 10 თუ იშდება, თავი ქუჩში მაქვს თქო. ხო და მე ვფიქრობ, რომ 4 ტყუილად ხო არ გადამოწმდა ორივე დეტექტივის მხრიდან რა და მაგრამ ეხა ადრეა მაგაზე ვაპარაკე. 10 გადის რა პას. რა 4-იანს უსმენთ? ინაგერთა პატარა მოხდა. ხამე შენ ერთიანი და სამიანი იღვიძებ და სამიანი გეუბნება რომ ექიმად გაიხსენიო და როცა თქვა ამან რომ კი მე ვიცი ვინ არისო ექიმიო წინა სიტყვა არა ზღაპარსყვების კარგი აი გავანებოთ თავი ზღაპარსყვები 11 გავიდა იაკუცად 11 გულახდილი იყო იქ სადაც სამიანის გუნდში არ ეწერებოდა ამიტომ ვფიქრობ რომ 10-იანი იყო შავი ანუ ჩოლებრივი მაფია შესაბამისად ანუ წინა წლიდან მეუბნებოდი სანამ 11 გადამოწოდა რომ 10 გადაამოწმე თქო და ჩემთვის 10-იანი არის ბოლო სროლელი მაფიოზი შოგუნს რაც შეეხება მინდა რომ იყოს თამაში რომ გავწყუროთ ბოლომდე მაგრამ ვფიქრობ რომ 6-9-ში იჯდა
სადაც ალბათ უფრო მეტად 9 იყო ჩემთვის შოგუნი. ყოველ შემთხვევაში 9-ს ვერ პატიობ იმას, რომ მე არ მოვეწონე და ორიანის დეტექტივი არ ითამაშა. მაგრამ ძალიან გამიხარდება, რომ დაღამდეს, იმიტომ რომ გავწურავ ბოლომდე და შევეცდები, რომ ჩემი სიმართლე დაიგემკითხოთ, რატო ვარ უროლო პატიოსანი. 10-ის კანდიდატურას ვასახელებ, პას. დასახელებულები არიან 10-5. 10-იანის დრო. ჭარ გამაგდოთ მე და ნახავთ აქედაც მოხდება რა. პირველ ღამეს კი არა და ამ ღამეს. მე ვფიქრობ 5-იანს ვაფშე. 5-იანი არის შავი კარტი. გაწურეთ რა. პას. მადლი. 5-იანი? ანუ პირველი იყო ხო დეტექტივი? პირველი ხო იყო დეტექტივი? ეგრე გამოდის, ორი ხო არაა დეტექტივი, პირველია დეტექტივი და პირველმა მე წითლად გადამამოწმე. რა. აი შოგუნს ვეძახმე, შოგუნს. რა ინტერესებს. ვაფშე რა, შენ გინდა რომ დაღამდეს? აი თუ დაღამდა. გიორგი კორიძე თუ დაღამდა. მაგრამ მე მგონია რომ არ დაღამდება რა. წესით არ უნდა დაღამდეს. დასრულდა. დასახელებულები არიან 10-5. ხმის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ 10 არ მოგდა და უსთამაში ხა მიეცით ხმა? ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა ერთი ხმა? 10-იანის ბოლოს სიტყვა? დაიძინეთ და ეხა ეძებეთ მიცკინდათ ის. პასწავეთ. დავემშვიდობოთ 10 ნომერს და ღამე. Detectives. იღუძებს მარჯვენა ხელი. იღუძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. Detective. Aí we just ekim. Hedeba. Wano meri are shawi. We will not send patriots next. Epsiani იყო შოკუნდე. ვიჭო, მაგითო შეუძლებელია პატრიოსანი ეგრე გაუზდეს. არა, ხო. მეგა წითელი ხანო რა. ებს, მაგრამ მე 11-ს ვინ არ უწევდა. მე გასწავლდებოდი უკვე. შენი აკუცა იყო. გასწავლდებოდი, იცი რომ მე ყველა დამხდება თქო. ანუ მაგას რო მომიხმეთი ყველა დამხდება. 11 იმინა იაკუძა. ატო მაგაზე ვფიქრობდი. 11 იმინა იაკუძა. არა, მე გითხარი 10 იაკუძა. 10 ხო იაკუძა. მეგობრებო, ძალიან მაგარი თამაში იყო. პირველ რიგში სანამ MVP-ს გამოვაცხადებთ, მინდა რომ ჩვენ სპონსორებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. Betson Sports, რომელიც სიცილიაზე გვეხმარება, ასევე Benedictiners, ძალიან დიდი მადლობა Starbucks, Ludisas, Celsius, ასევე Selfies, რომელიც Selfies ინტერნეტს გამოვიყენებთ სიცილიაზე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Subway-ს და მოკლედ თუ ხართ კომპანიები დაინტერესებული რომ ძალიან მაგრად წარმოჩინდეთ სიცილიიდან, შეგიძლიათ მოგწეროთ და არა მარტო სიცილიის ეპიზოდი, არამედ სხვა ეპიზოდები, რომელიც დარჩენილი არის, იმაშიც ჩაგაინტეგრირებთ. დავიწყოთ პირველი ნომრიდან და თქვენი MVP-ები და შევაფასოთ. არ თქვენ ჩემთან. დავიწყო? ეს თამაში კარგად ითამაშა თელმა წითელმა ქალაქმა რა. იმდენად კარგად ითამაშეს, რომ ჩვენ ვერაფერი ვერ ვქენი. პირველი სამი კაცი ვინც ხელით გავიდა იყო შავი ზომორჩა.
დავწავნებდი. ბიჭო პატიოსნები დაჩაგრული. ჩემი არა, ეგრე არ არის რა. ჩემი ემპი ორიანია, უბრალოდ რომ მიყვირა მეწვენა. წუთი ნათამაშები. ანუ ერთი 100, ხო? ხო და 100-დან რამდენი? მე თუ პატიოსანი ვარ ხოლმე, ერთი 3-4 ეგეთი თამაში მახსოვს, სადაც წავაგეთ რა. ხო. ჩემი ემპი არის გოგოები, ვინც აქ არიან ისინი. So, watch. გოგოებიო, გოგოა თუ გოგო, რომელი? ბაჟა გოგოა. გოგოები, ხო? მე რაღაცის თქმა მინდა მოუხადებოდიში, მაგრამ მე ზოგადად როცა მითამაშია თამაშები რა, ძირითადად ჩავები, ცდილობენ ხოლმე ფოლის აღებას, რომ არ დაგაცადონ საუბარი და დაგამთავრებინო და მე მეგონა რომ სპეციალურად აიღო ეგ ფოლი რა და მინდოდა რომ ამისი ბოხი ხმა გადამეფარა და აშკარად ძალიან ჯამერდა ხევსურობა. მაგაზე ვიტყვი რომ ანუ ფოლი უეჭველი არ ნიშნავს რომ შენ 5 წამი გერთვება. იმის დრო არ ჩერდება. ასე რომ შენ უნდა გადაფარო იმ ფოლი რა ვინ არის რას მელაპარაკებ. არ უნდა აღებინო ფოლი. ხო და მეც რო ეგე მეც მინდოდა რომ ამის ბოხი ხმა გადამეფარა და ნამეტანი მეც ნამეტანი თიულეთი და ყოფილვარ ელოჟასი არის ხოს. სულ მაგის ხმა მინდოდა. გენგო. სამჩავრებულები ხართ რომ უნდა ვილაპარაკო? 10000 არ არის საჭირო? მე სერიოზულად ვიძახი, მე ვაფშე არ ვხუბრობ. გენგო, 12 ბუზიშვილები ყოფილა. ვარ ხოლმე. ხას მე ვაჭრები ძმა. 12 კაი. რას მე ვაჭრები ძმა? 10000 მაგ მე გათვლილი. Короче, ანანო მიმხელო უყვირა ელოშას რომ მე მიფიხარო 400 ძალიან დაძაბულობა აქეთ. არა. სვეტში კაი თამაში იყო. რა უქნა ძმა? ყველანაირად ვქენი ძმა. ყველანაირად ვიცოდი რაც ხარო იყაი. შენ გესროდი და არ ვასროლი ესე მეთქი ცხრიანს ეჩქარება კაი იწევიდეს მეთქი. ივქენი, აი ყველაფერი ვქენი ბრატ. ბოლოს ის თქვი რომ მე შოგუნია მეთქი იქნება და არ გადაამოწმონ. მე მგონი მაგითო გადაამოწმო. იაკუძა ვარო და მე ეუბნები შეგიძლია შეგუნიო მან ხო ясно რა თუნდა დავაპარაკ всё მორჩო კარგად ბრძანდება მადლობა პირველი შემთხვევა რომ გავერტნილების ინტერვიუ არ ჩავწერე მაგიდაზე მოვიგე თამაში პატიოსნებიდან და ძალიან მიხარი ანანო გიგულცავს საოცარი თამაში იყო მართლა პირველივე ჩემი შეტევა შენზე რო გადავმოწმდი მიხირდა უკვე მაგას ვფიქრობ იმიტომ რომ ბიჭები გადაწოლინი და ანუ არავინ არ მასშავებდა ხელსაც არ წევდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კარგია პატიოსნება რაც შეეხება დანარჩენებს ელოშ ძალიან როგორც ყოველთვის მე ყოველთვის აღნიშნა რომ კარგი დეტექტივი ხარ უბრალოდ შენ რო ჩავიდა მიძახი რა თქმა უნდა ჩემთვის ყველაფერი ჩამოყალიბდა სხვა არჩევანიც გქონდა სხვა დაშორის რაღაც დაგიძახა 11 და 10 პირიქით მეგონა იმიტომ რომ ძალიან კარგად აი ქონომ ძალიან კარგად ითამაშა ის რომ სამიანი მის გუნდი არ იყო რა და თან ერთ რაღაც მონაკვეთში ერთ რომელს ხო რომ შეუტია ერთ რომელს რაღაცნაირად შეუტია შენ დეტექტივობა უფრო ითამაშა რა და რაღაც დავალაგე რომ ერთი არ იყო 11-ის გუნდი და მაგიტომ ავირიე პატო ძალიან მაგარი იყო მაგრამ რა ვქნა ამ გადაგამოწმეს მაო თორე მართლა ცოტა ადრე ვითხოვდი შენ გადამოწმება 11-მდეც მაგრამ ნუ მაინც კარგი იყო მართლა ყოჩაღ და ყოჩაღ გოგოებს და რა ვიცი ლეკა ძალიან კარგი იყო და შენ რა ვიცი მაო ვალდებულებების და პასუხისმგებლობის გარეშე და სიცილიაზე უკვე ხარ და რა ვიცი რა გენაულები ხუთი წელია მიკეთია ის სამაჯურის არაფერი არ დამართია რავი ყველაფერი მიქნია იმ სამაჯური და რა კაიაო თვალი და გამიწყო ბიჭო ძმა წაიღე სიცილიაზე რაც ხარ დამემართოს კარგის ტრაგე არ მომეთმასე შენი იყოს მაინდები ძალიან კაი თამაში იყო მე ვატყობ წევლა მომეხსნა შო რა ან ყველა გადაცემაში შავი ვიყავი და ეხლა სულ წითლები რო რაღაცნაირად მზემ გამოვანათა მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა პატოსთან შენ მითხარი რომ შენ როცა ამბობ რომ მე ვარ პატიოსანი მოქალაქეო ყოველთვის წითელი კარტი ვარო რა დაჟე მაგრა გაჭედე მაგას რა თქმა უნდა მე ტყუილს არ ვამბობო და აი ტყუილებ დაუწყია ჩვენს პატოს ას არის ამ სიცილიაში და ორი კანდიდატი მიდიხართ და მაინც არ გადაგამოწმათ მე გადამოწმოთ ჩვენ რომ მივდივართ მაგით არ გადაგვაუწყა ხო შეიძლება რა მომენტ რა სიცილიაზე მას ლაპარაკობს მე არ ხო ოკეი გაის მოგებაზე მოგეთ ანანო ჩემი ემპი რა თქმა უნდა ეხა ჩემი ანუ ვინც რა ემპი არ უნდა დასახელდეს სამთამაშნები კარგი ორი ნომერი რომელსაც ავიცნო ამოიღო შავი და დაალაგა მაგიდაზე და მეტი რა უნდა გავაკეთო ეხა ულამაზეს ანი ლოლაძეს გადავცემ მიკროფონს ანი ლოლაძეს უსმენ ანუ რო გავიღვიძე და
10 ნომერი დავინახე, მან მივხვდი რომ წავაგეთ, იმიტომ რომ თავიდანვე ისეთი რაღაცებს მაჩვენებდა ხელებით, ვერც მივხვდი რას მაჩვენებდა და ჩემინებით დავნებდი თუ დააკვირდით, აი გასვლის დროსაც არაფერი ხმა არ მომიღია და მაფია არის საშინელი თამაში და ბოლოჯერ ვიყავი მოსული, მეჯერ აღარ მოვალ, რა ვიცი, ნერვები მაქვს მოშლელი. როგორ მოგეწონა თამაში გითხარ? არ ვამოძრაო. კარგი, ვეცდები რომ ისე ვილაპარაკო, რა. როგორ მოგეწონა თამაში? მომეწონა მარტივი თამაში იყო, მაგრამ რთულს ალბათ ვერ გავქაჩავდი. ანუ მარტივი იყო, იმიტომ რომ ანანოს მიყავდა პარადი რა, ანანო უდაოდ MVP-ა, ჩემი აზრით. წინა თამაშებშიც უნდა მიიღო MVP და ალბათ ეხლა მაინც დამსახურებულად მიიღებს MVP-ს. სხვებმაც წითლებმა ძალიან კარგად ითამაშეს რა. პირველს დავიტყვი ასევე რომ ძალიან კარგად ითამაშა პირველის თამაში ზოგადად სულ მომწონს. ანუ ყოველთვის ძალიან სწორი სტრატეგიით მიდის და სწორი ლოგიკური მსჯელობით მიდის ხოლმე რა. რა ყველამ კარგად ითამაშა, ნუ ისევ და ისევ წითლებმა განსაკუთრებით 8 ნომერზე ვიტყვი ასევე რომ ნახოთ ერთ სიტყვი რომ 8 ნომერს როგორც ვიცი 100%-იანი win rate-ი აქვს რა, ანუ რაც კი ამ სეზონში უთამაშია, როგორც ვაკვირდები, ერთიც არ წაუგია რა, ეგეც დასაფასებელია და ანუ კარგად თამაშობს რა. ბრავო! ეს იყო. მე მინდა მადლობა გადაგიხადო განსაკუთრებულად, იმიტომ რომ სპონსორი, როდესაც ესეთი ჩართული არის პროექტში, ძალიან მაგარი დასაფასებელი არის და მაფიის სპონსორებს ძალიან უყვართ მაფია რა. როდესაც ჩვენ მოლაპარაკებაზე მივდივართ და ვესაუბრებით, ყველა არის ხოლმე ჩვენი პროექტი დაგთხოვანებული და ძალიან მიხარია. აი სტატისტიკებიც კი იცის, მე არ მახსოვდა იმას ყველა თუ ქონდა მოგებული. ბასტონს ეგან უბრალოდ და გაიგო. მოდი ჯერ ის და კი რა ვქნა ძმა. სულ გაგრელები თამარ. მე მოდი დავაფასოთ პირველ რიგში რომ სპონსორი ესე ახალგაზრდა და სპონსორს რო ახსენებ ცოტა VIP-იანი რო უნდა გქონდეს ბევრი ესე რაღაცეებით და სპონსორი რაღაცნაირი ადამიანია ესეთი ადამიანები სპონსორია ხო? ხო არა მე ვთქვი სხვადასხვა მე დავთვალე რა სამი თამაში ვითამაშე სამი მას 100% ვინერით მაგ ერთი ვითამაშე თუმცა მე დაიდება და წავაგე ნუცას გადაა ნუცა მართლა გეუბნები დედავს აი და ეხა ხო შეიძლება დაფიცება დედავს ვიცავარ შენ რო თქვი რომ 6 ნომერიო შავიაო მან დავფიქრდი რა არა მართლა მე MVP-საც შეეხება ანან რო გადიოდა მაგიდიდან და 10-იან შავად დაგვიტოვა თითებით ვაჩვენე რომ თუ დეტექტივი ხარ თქვი 1% ხო იყო რომ რაღაცა სხვა თუ დეტექტივი ხარ რომ მეთქი საღოლ მეთქი ვიამაყე იმენა ვამაყობდი ისეთი აი მადერინგის რაღაც მქონდა ნუცა ჩემოძმაო ეხა შავა შენიცი 900 უსურე აბა მიდი ნუციკო Raise your ya. So. Bravo, მართლა მალადეც და 4 ნომერს დავასახელებ MVP-ად, იმიტომ რომ თავიდანვე გაყვა 2 ნომერს და ერთად ითამაშეს და ძალიან ისე მე მაყურებელს ვეტყვი თუ MVP-ში იქნება 4-იანი დასახელებული, ჩათვალონ რომ ემაძლებენ ხმას და მიცენ 4-იან სხვა. და წავიდე სიცილიაზე. მადლობა დიდი. ეს მაინტერესებს ვინ არის? გეხვეწები დურეგეთ ვიცხას ანანო გეიყვანა ჩუბად. რა ჩუბად? არა, ეცი ვიყარხარსი. ჩემი MVP არის პირველი ნომერი. და MVP 2 ნომერი. MVP კინო გამოდიო. სხვათა შორის საინტერესო თამაში იყო, ემოციურიც, არგუმი. Tonsillitis? არგუმენტზე გაჩვენა, არგუმენტზე. შა მაგარი კაცია. ჩემთვის იყო ძალიან მტკივნეული, ჩემი ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი ადამიანი ერთმანეთს რო ებრძოდა და მე უნდა ჩამოვყალიბებულიყავი და გადამეწყვეტა რომელი უფრო რეალური იყო. მე მაქსიმალურად ვეცადე რომ ელოში უფრო ყვარებოდა, მაგრამ ანანო მაჯობა.
ძალიან რთულია რა, როცა ის კარგად იცნობ ადამიანებს, მე მაგათაერთად თამაში კი არა ძალიან მარტივდება და უფრო რთულია სხვანაირი არგუმენტირებული თამაშის დადება რა და ეხა ორივე რომ დეტექტივები იყავით, რაღაცნაირად ძალიან გამიხარდა რა. მე როგორც ამაყი დედა ისე გიყურებდით. ხო, ვიცი. ხო და რავი რა. და შენი აზრით ვის უხდება თეთრი ქუდი თავზე ყველაზე მეტად? ჩემი აზრით თეთრი ქუდი ყველაზე მეტად თავზე გიხდებათ თქვენ. აი მაგიდას რო დავაკვირდეთ და ეს. თქვენ. მადლობა მეგობრებო, მომბრძანებისთვის დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხებით და სიცილიაზე შევხვდებით, მაგრამ მანამდე დაიდება მაფიები. შემდეგ შაბათს ერთი არ გაკეთო. პარტიოსები დაჩაგულები როგორ იქნება, როცა პარტიოსანი მე ვარ.